აი რაც ხდება ამ წამს, სანამ ამ სიტყვებს კითხულობ. შენი თვალები აღიქვამენ სინათლის ფოტონებს, შენი ტვინი ქმნის ფერებს, ფორმებს, ნიშნულობებს. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც ფიზიკოსებმა აღმოაჩინეს ახლახან და რაც ყველაფერს ცვლის. შენ არ აღიქვამ იმას, რაც უკვე არსებობს, შენ ქმნი იმას, რაც ხდება. ამ წამს შენი კითხვა, შენი ყურადღება, შენი ცნობიერება აქცევს ერთ კვანტურ მდგომარეობას კონკრეტულ რეალობად. ეს არ არის მეტაფორა, ეს არ არის ფილოსოფია. ეს არის ფიზიკური რეალობა, რომელიც დადასტურებულია ათასობით ექსპერიმენტით ბოლო 100 წლის განმავლობაში. წარმოიდგინე მუქი, სრულიად იზოლირებული ოთახი თორონტოს უნივერსიტეტში. 1990-იან წლებში ფიზიკოსთა ჯგუფი, რომელსაც ხელმძღვანელობს დოქტორი მაიკლ ბრუქსი, ატარებს ექსპერიმენტს, რომელიც დაარღვევს ყველა ლოგიკურ წესს. ისინი ისვრიან ელექტრონებს ორი პატარა ნაპრალით აღჭურვილი ბარიერისკენ. მარტივი ფიზიკა გეტყვით, ნაწილაკი უნდა გაიაროს ერთი ნაპრალი ან მეორე. უკან დგომ ეკრანზე უნდა გამოჩნდეს ორი ზოლი, მაგრამ არა. ეკრანზე გამოჩნდა ინტერფერენციული ნიმუში, მრავალი ზოლი, როგორც ტალღებს შორის ურთიერთქმედებისას. ელექტრონი, რომელიც ნაწილაკია, იქცევა როგორც ტალღა და გადის ორივე ნაპრალს ერთდროულად. მაგრამ ეს არის მხოლოდ დასაწყისი იმ უცნაურობისა, რომელიც შეგიძლია შენ თვითონ შექმნა. როდესაც ფიზიკოსები დაამატებენ დეტექტორს, რომელიც უყურებს ნაწილაკს ნაპრალთან, რეალობა ფუნდამენტურად იცვლება. ამ მომენტში, როდესაც ვიღაცა აკვირდება, ელექტრონი უცბად იწყებს იქცევას როგორც ნორმალური ნაწილაკი. ეკრანზე გამოჩნდება მხოლოდ ორი ზოლი. ინტერფერენციული ნიმუში ქრება. ნაწილაკი ირჩევს ერთ ნაპრალს და მხოლოდ მას გადის. მარტივი ყურადღება, უბრალო დაკვირვება სვლის მატერიის ქცევას. გააკეთე პაუზა და წარმოიდგინე ეს უფრო ღრმად. ჩვენ არ საუბრობთ იმაზე, რომ დეტექტორი აღრევს ნაწილაკს ფიზიკური ურთიერთქმედებით. 1985 წელს კოპენჰაგენის უნივერსიტეტში ნილს ბორმა და ვერნერ ჰაიზენბერგმა შექმნეს ახსნა, რომელიც დრესაც აღაშფოთებს ფიზიკოსებს. ნაწილაკი არსებობს ყველა შესაძლო მდგომარეობის ზედა პოზიციაში, სანამ მას არ დააკვირდები. მას არ აქვს კონკრეტული ადგილმდებარეობა, კონკრეტული სიჩქარე, კონკრეტული სახე. ეს ყველაფერი ჰაერში გაშლილი ალბათობის ღრუბლებია. მხოლოდ აქტი დაკვირვებისა აკონკრეტებს მას, აძლევს მას რეალურ არსებობას. მანამდე ელექტრონი არის არა ნივთი, არამედ შესაძლებლობა. ალბერტ აინშტაინი სიცოცხლის ბოლო 30 წლის განმავლობაში იბრძოდა ამ იდეის წინააღმდეგ. 1925 წელს ცნობილ სოლვეის კონფერენციაზე ბრიუსელში მან განაცხადა: ღმერთი არ თამაშობს კამათელს სამყაროსთან. იგი თვლიდა, რომ უნდა არსებობდეს ფარული ცვლადები, უფრო ღრმა რეალობა, რომელსაც ჩვენ უბრალოდ ჯერ არ ხვდებით. 1975 წელს, ერთი წლით ადრე გარდაცვალებამდე, პრინსტონში იგი კვლავ წერდა წერილებს კოლეგებს, რომ კვანტური მექანიკა შეუძლებელია იყოს სრული თეორია რეალობის. იგი ვერასოდეს შეურიგდა იმ იდეას, რომ მთვარე არ არსებობს, როდესაც არავინ უყურებს მას. მაგრამ ექსპერიმენტები ერთი მეორეს მიყვებოდნენ და ყველა ადასტურებდა უცნაურ ჭეშმარიტებას. 1972 წელს ბერკლის უნივერსიტეტში ჯონ კლაუზერმა შეასრულა ექსპერიმენტი, რომელიც ასწორებდა აინშტაინს. მან გამოიყენა დაქსაქსული ფოტონების ტყუილები და გაზომა მათი თვისებები განცალკევებულად. აღმოჩნდა, რომ ერთი ფოტონის გაზომვა მყისიერად გავლენას ახდენს მეორეზე, მიუხედავად მანძილისა. არა იმიტომ, რომ ინფორმაცია მოძრაობს მათ შორის, არამედ იმიტომ, რომ სანამ არ გაზომავ, ისინი არიან ერთი, განუყოფელი სისტემა. შენი აქტი ზომვისა ობს მათ ორ დამოუკიდებელ ობიექტად. ეხლა წარმოიდგინე რაღაც საოცარი. პარიზის ეკოლ ნორმალის ლაბორატორიაში 1992 წელს ალენ ასპემა განახორციელა ექსპერიმენტი, რომელსაც ეძახიან დაგვიანებული არჩევანის ტესტს. ფოტონი იწყებს თავის მოგზაურობას. იგი გადის ნაპრალებს, მაგრამ მეცნიერი ირჩევს, დააყენებს თუ არა დეტექტორს მხოლოდ მას შემდეგ, რაც ფოტონი უკვე გაიარა ნაპრალებს. ლოგიკა გვეუბნება, ფოტონის ქცევა უკვე განისაზღვრა წარსულში. მან უკვე გადაწყვიტა იყოს ტალღა ან ნაწილაკი. მაგრამ ექსპერიმენტი აჩვენებს უფრო რთულ სურათს. თქვენი გადაწყვეტილება, აკვირდეთ ან არა მირებული მომავალში, გავლენას ახდენს ფოტონის ქცევაზე წარსულში. დაელოდე. შენ ახლა ამ წამს შეიძლება გადაწყვიტო, რომელი ტიპის რეალობა ექნება მოვლენას, რომელიც უკვე მოხდა. ეს არის არაფილოსოფიური თამაში. სტენფორდის უნივერსიტეტში 2004 წელს კიმ თიტელმა და პოლ კვიეტმა გაიმეორეს ეს ექსპერიმენტი გაუმჯობესებული ტექნოლოგიით. მათ გაზარდეს დროის ინტერვალი შორის ფოტონის ნაპრალებიდან გავლადან გავლასა და გადაწყვეტილებას დააკვირდნენ. რეზულტატი იგივე იყო. ნაწილაკის ისტორია არ არის ფიქსირებული, სანამ შენ არ გადაწყვეტ, როგორ იკითხო კითხვა მისი შესახებ. წარმოიდგინე უფრო ფართო მასშტაბით რას ნიშნავს ეს. შენ აცქვი ზე შენ თვალებს.
შენ უყურებ ვარსკვლავს, რომელიც არის 10 მილიარდი სინათლის წლის მოშორებით. ამ ვარსკვლავიდან ფოტონმა მოგზაურობდა 10 მილიარდი წელი. ის დაიწყო მოგზაურობა მაშინ, როდესაც სამყარო იყო ბევრად უფრო ახალგაზრდა. იგი გაიარა გალაქტიკების კლასტერები, ბნელი მატერიის ღრუბლები, სივრცის უზარმაზარი სიცარიელეები. და მაინც, როდესაც ის აღწევს შენს თვალს, შენი აქტი აღქმისა განსაზღვრავს თუ როგორ მოგზაურობდა ის 10 მილიარდი წელი. გადიოდა ის კონკრეტული გზით როგორც ნაწილაკი, თუ ყველა შესაძლო გზით როგორც ტალღა. ეს დამოკიდებულია იმაზე, როგორ გადაწყვეტ შენ აკვირდე მას დღეს. ჯონ უილერი, ლეგენდარული ფიზიკოსი პრინსტონიდან, რომელმაც გამოიგონა ტერმინი შავი ხვრელი, უწოდებდა ამას მონაწილე სამყაროს პრინციპს. 1994 წელს მისი გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე, იგი წერდა, რომ ვერ სტრობა სამყაროს როგორც ობიექტი, რომელიც მარტოდ ბრუნავს, არის ფუნდამენტურად შეცდომა. სამყარო არის ურთიერთქმედება. ჩვენ არ ვართ აუდიტორია, რომელიც უყურებს კოსმიურ თეატრს. ჩვენ ვართ მსახიობები, რომელთა ქმედებებიც პიცქმნიან სპექტაკლს. მიაქცია ყურადღება იმას, რომ ეს არ არის იდეალიზმის სტილში, ყველაფერი შენს გონებაშია. კვანტური ფიზიკა არ ამბობს, რომ შენ ინდივიდუალურად ქმნის სამყაროს თავის ფანტაზიებით. კოლექტიური რეალობა კვლავ არსებობს. მთვარე არ ქრება, როდესაც ხუჭავ თვალებს, მაგრამ ის, რასაც უწოდებთ ობიექტური რეალობას, ფუნდამენტურად დამოკიდებულია ცნობიერების აქტებზე, ზომვაზე, აღქმაზე, ინტერაქციაზე. არსებობს გრძნიგრძნელი განსხვავება შორის თვისებებს, რომლებიც უკვე გააჩნიათ ობიექტებს და თვისებებს, რომლებიც გამოჩნდებიან მხოლოდ ურთიერთქმედების აქტში. კალიფორნიის ტექნოლოგიურ ინსტიტუტში 2001 წელს ენტონ ცაილინგერმა წარმართა ექსპერიმენტი, რომელიც კიდევ უფრო ამღელავს ამ რეალობას. მან შექმნა დაგსაქსული ფოტონები და გაზომა 1. მეორე იყო 1000 კილომეტრის მოშორებით ალპებში. გაზომა პირველისამ კისიერად განსაზღვრა მეორის მდგომარეობა, არა გადასცა ინფორმაცია სინათლის სიჩქარით. სანამ არ ხდება გაზომა, ორივე ფოტონი ერთად არსებობს ერთ კვანტურ მდგომარეობაში. გაზომა ქმნის განცალკევებას, ქმნის კონკრეტულობას. ცნობიერების აქტი, ზომვის აქტი არის ის, რაც ყოფს პოტენციურობას რეალობად. ახლა გააფართოვე ეს იდეა მთლიან სამყაროზე. თითოეული ატომი, თითოეული ელექტრონი, თითოეული კვარკი არსებობს ზედა პოზიციაში, ყველა შესაძლო მდგომარეობაში ერთდროულად. სასმელი, მუშა, ტოტემადორი, ტყუილი და საღამოსთვის თავისი სახლში. მათი გარეგნული მდგომარეობები შეშფოთებულია და არიან ცხადები. რადგან ეს ყველაფერი არის მისაღები ერთ კვანტურ შედეგზე და არ არის შედეგი არაფერის. ან შეიძლება იყოს შედეგი. ეს არის რეალურად მნიშვნელოვანი და მნიშვნელოვანი იქნება მთლიანად გამოცხადებული. მარეობაში ერთდროულად, სანამ რაიმე ურთიერთქმედება არ მოხდება. მზე, რომელიც ანათებს დედამიწას, არ არის უბრალოდ პლაზმის სფერო, რომელიც დამოუკიდებლად ბრუნავს. ის არის ბილიონობით კვანტური ურთიერთქმედების ქსელი, სადაც ატომები უწყვეტად აკვირდებიან ერთმანეთს, ურთიერთქმედებენ, ქმნიან რეალობას. 2011 წელს ინსბრუკის უნივერსიტეტში რაინერ ბლატმა და მისმა გუნდმა შექმნეს ექსპერიმენტი, სადაც ერთდროულად აკონტროლებდნენ 14 დაგსაქსულ იონს. მათ აიძულეს ეს იონები იყვნენ ყველა ერთად ზედა პოზიციაში, ერთმანეთთან დაკავშირებული ისე, რომ ერთის გაზომამ კისიერად გავლენას ახდენს ყველაზე. სისტემა იყო არა 14 განცალკევებული ნაწილაკი, არამედ ერთი განუყოფელი კვანტური მდგომარეობა. როდესაც გაზომეს, სისტემა გადაწყვიტა კონკრეტული კონფიგურაცია, არა იმიტომ, რომ ის უკვე ჰქონდა, არამედ იმიტომ, რომ გაზომამ აიძულა მას ჰქონოდა. გადმოიტანე ეს იდეა შენს საკუთარ სხეულზე. შენი სხეული შედგება 8 ოქტილიონი ატომისგან. ეს არის 8, მის შემდეგ 27 ნულით. თითოეული ამ ატომის ელექტრონები არსებობენ კვანტურ მდგომარეობებში. თითოეული ელექტრონი ურთიერთქმედებს მეზობელ ელექტრონებთან და ეს ურთიერთქმედებები ქმნიან რეალობას შენი სხეულის. შენ არ ხარ ობიექტი, რომელიც არსებობს დამოუკიდებლად. შენ ხარ პროცესი, უწყვეტი კვანტური ურთიერთქმედებების ქსელი, რომელიც თითოეულ მომენტში ხდება, ყართება, მყარდება, რეალიზდება. ის, რასაც შენ აღიქვამ როგორც მყარი სხეული, არის უმეტესწილად ცარიელი სივრცე. თუ ატომის ბირთვი იქნებოდა ფერბურთის ბურთის ზომის, უახლოესი ელექტრონი იქნებოდა 10 კილომეტრის მოშორებით. რა ავსებს ამ სივრცეს? კვანტური ველები. ელექტრომაგნიტური ველი, რომელიც იჭერს ელექტრონებს ბირთვეს ელექტრონებს ბირთვთან. ძლიერი ბირთვული ველი, რომელიც იჭერს კვარკებს ერთმანეთთან, პროტონებსა და ნეიტრონებში. სუსტი ბირთვული ველი, რომელიც იწვევს რადიოაქტიურ რაკსა. ყველა ეს ველი არსებობს კვანტურ ზედაპოზიციაში და მხოლოდ ურთიერთქმედება ქმნის მათ კონკრეტულ სახეს. 2021 წელს ვენაში ნიკოლ იუნგერმა და ფილიპ ვოლბერგმა ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელიც აჩვენებს, რამდენად დიდი შეიძლება იყოს კვანტური სისტემა და კვლავ აჩვენოს ზედაპოზიცია.
ისინი შექმნეს მოლეკულა, რომელიც შედგებოდა 2000 ატომისგან და მაინც ეს გიგანტური, თითქმის ბიოლოგიური სტრუქტურა იყო ორ ადგილას ერთდროულად, სანამ არ გაზომეს. კვანტური ეფექტები არ არის შეზღუდული მხოლოდ ატომურ მასშტაბებზე. საზღვარი შორის კვანტურ და კლასიკურ სამყაროს არის არა ზომა, არამედ ურთიერთქმედება. რა ხდება, როდესაც კვანტური სისტემა იწყებს ურთიერთქმედებას გარემოსთან? ეს არის პროცესი, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ დეკოჰერენციას. წარმოიდგინე ელექტრონი, რომელიც არის ზედა პოზიციაში. ის ურთიერთქმედებს ჰაერის მოლეკულასთან. მოლეკულა ურთიერთქმედებს კიდევ ათასობით მოლეკულასთან. ინფორმაცია ელექტრონის კვანტურ მდგომარეობაზე ვრცელდება გარემოზე. კვანტური სუპერპოზიცია ქრება არა იმიტომ, რომ ელექტრონი გადაწყვეტს იყოს ერთ ადგილას, არამედ იმიტომ, რომ ინფორმაცია მის მდგომარეობაზე ხდება ხელმიუწვდომელი. მაქს პლანკის ინსტიტუტში მიუნხენში 2010 წელს სერჟ აროშმა აჩვენა, რომ დეკოჰერენცია ხდება უზარმაზრად სწრაფად მაკროსკოპულ ობიექტებში. პატარა მტვრის ნაწილაკი ჰაერში დაკარგავს თავის კვანტურობას ბილიონად წამის მილიონედ ნაწილში. ეს არის მიზეზი, რატომ ჩვენ არასოდეს ვხედავთ კატებს, რომლებიც ერთდროულად არიან ცოცხალი და მკვდარი, როგორც შრედინგერის ცნობილ აზროვნებით ექსპერიმენტში. ექსპერიმენტში მაკროსკოპული ობიექტები მუდმივად ურთიერთქმედებენ უზარმაზარ რაოდენობას სხვა ატომებთან. ისინი ვერასოდეს არიან იზოლირებული, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ კვანტური პრინციპები არ მართავენ მაკროსკოპულ სამყაროს. პირიქით, ყველაფერი, რასაც შენ არ იქვამ, არის ბილიონობით კვანტური ურთიერთქმედების შედეგი. კედელი, რომელსაც ეხები, რეალურია არა იმიტომ, რომ ის შედგება მყარი მატერიისგან. ის რეალურია იმიტომ, რომ შენი ხელის ატომების ელექტრონები ურთიერთქმედებენ კედლის ატომების ელექტრონებთან. ეს ურთიერთქმედება, ეს კვანტური დაკვირვება ქმნის შეგრძნებას სიმყარის. კალიფორნიის ინსტიტუტში სანტა-ბარბარაში 2015 წელს ჯონ მარტინისმა და მისმა გუნდმა შექმნეს კვანტური კომპიუტერი, რომელიც იყენებს სუპერპოზიციას გამოთვრებისთვის. მათი სუპერგანტარი ჩიპი ყოფილა ზედა პოზიციაში, ერთდროულად შესრულებული მრავალი გამოთვლა. ეს არის არა თეორია, არა ფანტაზია. ესენი არიან ფუნქციონირებადი მოწყობილობები, რომლებიც იყენებენ ფაქტს, რომ ნაწილაკებს შეუძლიათ იყვნენ რამდენიმე მდგომარეობაში ერთდროულად. IBM-ის, Google-ის, Microsoft-ის ლაბორატორიები ათობით ქვეყანაში აშენებენ მანქანებს, რომლებიც მუშაობენ კვანტური სუპერპოზიციის პრინციპით. ახლა დაბრუნდი იმ ფუნდამენტურ კითხვაზე. რა როლს თამაშობს ცნობიერება ყველა ამ პროცესში? კვანტური მექანიკის კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია, რომელიც დომინირებს 10%-ით უმეტეს ფიზიკოსებში დღეს, ამბობს, რომ გაზომვის აქტი ამდნობს ტალღურ ფუნქციას. მაგრამ რა არის გაზომა? არის ეს ცნობიერი დაკვირვება? თუ საკმარისია უბრალო ფიზიკური ურთიერთქმედება? ევგენი ვიგნერი, ნობელის პრემიის ლაურეატი, თვლიდა, რომ ცნობიერება არის აუცილებელი. 1964 წელს იგი ჩამოაყალიბა ცნობილი აზროვნებითი ექსპერიმენტი ვიგნერის მეგობრის შესახებ. წარმოიდგინე მეგობარი, რომელიც ზომავს ელექტრონს დახურულ ოთახში. ელექტრონისთვის ტალღური ფუნქცია უმოკლესდება და ის იძენს კონკრეტულ მდგომარეობას. მაგრამ ვიგნერისთვის, რომელიც არის გარეთ ოთახისა, მთელი სისტემა, ელექტრონი პლუს მეგობარი, კვლავ არის ზედა პოზიციაში, სანამ თვითონ არ გახსნის კარს და არ დააგვირდება. თუ ეს სწორია, მაშინ რეალობა არის იერარქიული, დამოკიდებულია იმაზე, ვის პერსპექტივიდან უყურებ. დევიდ ბომი, კიდევ ერთი ბრძენვალე ფიზიკოსი, შესთავაზა განსხვავებული ხედვა. 1952 წელს დევიდ შეიმუშავა თეორია ფარული ცვლადების შესახებ, სადაც ნაწილაკებს აქვთ კონკრეტული ადგილმდებარეობები ყოველთვის, მაგრამ ისინი მართულები არიან კვანტური პოტენციალით, რომელიც მოქმედებს არალოკალურად. ამ თვალსაზრისით, ცნობიერებას არ შეუძლია გავლენა მოახდინოს რეალობაზე. რეალობა უკვე არის მთლიანი, მაგრამ ჩვენი ცოდნა მის შესახებ არის შეზღუდული. რომელი ინტერპრეტაცია მართებულია? მოდით ვიყოთ საოცრად გულწრფელები. არავინ იცის. ფიზიკოსთა ათობითი გამოკითხვები ბოლო 20 წლის განმავლობაში აჩვენებენ, რომ მათი ნახევარი იზიარებს კოპენჰაგენის ინტერპრეტაციას, მაგრამ დანარჩენი განაწილებულია 14 სხვადასხვა ინტერპრეტაციას შორის. ბევრი სამყაროების თეორია, სადაც თითოეული გაზომა ქმნის სამყაროების განშტოებას. ტრანზაქციული თეორია, სადაც ტალღები მოძრაობენ უკან დროში. რელაციური კვანტური მექანიკა, სადაც რეალობა არსებობს მხოლოდ ურთიერთობებში. მაგრამ ერთი რამ არის ფაქტი, რომელზეც ყველა თანახმა. ის, რასაც ჩვენ ვაკვირდებით, როგორ ზომავთ, რა კითხვებს ვსვამთ, ეს ყველაფერი გავლენას ახდენს იმაზე, რა ტიპის პასუხებს ვიღებთ რეალობისგან. ექსპერიმენტი ორმაგი ნაპრალით არის სრულყოფილი მაგალითი. თუ დააყენებ დეტექტორს, რომელიც ეძებს ნაწილაკს, იპოვი ნაწილაკს. თუ დააყენებ დეტექტორს, რომელიც ეძებს ტალღურ ინტერფერენციას, იპოვი ტალღას. რეალობა პასუხობს შენს კითხვას, მაგრამ პასუხი დამოკიდებულია კითხვაზე.
წარმოიდგინე არა ელექტრონი, არამედ ფოტონი სინათლისა. დღეს მზის სინათლე ეწემა შენს სახეზე. ეს ფოტონი დაიწყო თავისი მოგზაურობა მზის ბირთვში, სადაც ორი პროტონი შეერთდნენ და გამოუშვეს ენერგია. ამ ფოტონმა დატრიალა გზა მზის სიმკვრივეში 1 მილიონი წლის განმავლობაში. მუდმივად შეიწოვა და ხელახლა გამოსხივდა ატომების მიერ. საბოლოოდ ის მიაღწია ზედაპირს და 8 წუთში მიაღწია დედამიწას. რა არის ეს ფოტონი, სანამ შენს თვალს არ შეეხება? ის არის ელექტრომაგნიტური ველის ვიბრაცია, რომელიც არსებობს ყველა შესაძლო გზის ზედაპოზიციაში. იგი არ მოგზაურობს სწორხაზოვნად მზიდან შენამდე. კვანტური ელექტროდინამიკის თანახმად, რომელიც შემუშავებულია რიჩარდ ფეინმანის მიერ 1952 წელს, ფოტონი იკვლევს ყველა შესაძლო გზას ერთდროულად. ზოგიერთი გზა გადის მთვარეს, ზოგი მარსს, ზოგი კი ახტება წინ და უკან დროში. როდესაც ფოტონი შედის შენს თვალში, როდესაც ის ურთიერთქმედებს რეტინის რეცეპტორთან, მოხდება რაღაც უჩვეულო. ყველა ეს მოჩვენებითი გზები უმოკლესდება ერთ რეალურ მდგომარეობაში. ენერგია გადაეცემა მოლეკულას სახელწოდებით რეტინალი. ეს მოლეკულა იცვრის ფორმას. ეს ცვლილება იწვევს კასკადს ელექტრული სიგნალების, რომლებიც მიდიან ბის, რომლებიც მიდიან შენს ტვინში და შენ ხედავ სინათლეს. მაგრამ აი საკვირველი ნაწილი. მთელი ეს პროცესი, ფოტონის მოგზაურობა, ყველა შესაძლო გზის თანაარსებობა, საბოლოო გზის გამოვლენა რეცეპტორთან ურთიერთქმედებისას, ეს ყველაფერი ხდება კვანტური ფიზიკის კანონების თანახმად. შენი აღქმა სინათლისა არ არის პასიური რეცეფცია ობიექტური რეალობისა. ეს არის აქტიური პროცესი, სადაც შენი თვალის ატომები ურთიერთქმედებენ ფოტონის ატომებთან და ეს ურთიერთქმედება ქმნის კონკრეტულ რეალობას აღქმული სინათლის. კალიფორნიის ბერკლის უნივერსიტეტში 2008 წელს კრისტოფ კოშმა ჩაატარა ექსპერიმენტი ბიოლოგიურ სისტემებში კვანტურ ეფექტებზე. მან აღმოაჩინა, რომ ფოტოსინთეზის დროს, როდესაც მცენარეები გარდაქმნიან სინათლეს ენერგიად, ენერგია მოძრაობს ქლოროფილში კვანტური ზედაპოზიციის საშუალებით. ის არ მიყვება ერთ გზას. ის იკვლევს ყველა შესაძლო გზას ერთდროულად და ირჩევს ყველაზე ეფექტურს. ბილიონობით წლის ევოლუციამ არა მხოლოდ ისწავლა ცხოვრება კვანტურ სამყაროში, არამედ გამოიყენა კვანტური ეფექტები გადარჩენისთვის. ეხლა დაფიქრდი შენს ტვინზე. შენი ტვინი შეიცავს დაახლოებით 86 მილიარდი ნეირონს. თითოეული ნეირონი აკეთებს ათასობით კავშირს სხვა ნეირონებთან. ეს არის დაახლოებით 100 ტრილიონი სინაფსი, ადგილები, სადაც ნეირონები უკავშირდებიან ერთმანეთს. თითოეულ სინაფსში ნეიროტრანსმიტერები, მცირე მოლეკულები, როგორიცაა დოპამინი და სეროტონინი, გადაინაცვლებენ ერთი ნეირონიდან მეორეში. ეს მოლეკულები შედგება ათეული ატომისგან. ატომები ექვემდებარებიან კვანტურ ფიზიკას. მიტურბია თუ არა კვანტური ეფექტები მნიშვნელოვანი ტვინის ფუნქციონირებისთვის. უმრავლესობა ნეირომეცნიერების თვლის, რომ არა. ისინი ამბობენ, რომ ტვინი ძალიან თბილია, ძალიან ხმაურიანია დეკოჰერენციისთვის, რომ კვანტური ეფექტები გადარჩენ. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი ავითარებს განსხვავებულ თვალსაზრისს. სტიუარტ ჰამეროფი, ანესთეზიოლოგი არიზონის უნივერსიტეტიდან და როჯერ პენროუზი, მათემატიკური ფიზიკოსი ოქსფორდიდან, შემუშავეს თეორია ცნობიერების შესახებ, რომელიც იყენებს კვანტურ ფიზიკას. 1996 წელს ისინი შესთავაზეს, რომ ნეირონების შიგნით, მიკროტუბულებში, პატარა სტრუქტურებში, რომლებიც ქმნიან ნეირონის ჩონჩხს, შეიძლება მოხდეს კვანტური პროცესები. ეს მიკროტუბულები შეიძლება ინახავდნენ კვანტურ ზედაპოზიციებს და შემდეგ ორკესტრირებული კოლაფსის პროცესში გამოავლენდნენ კონკრეტულ მდგომარეობებს. უმეტესი ფიზიკოსები და ნეირომეცნიერები სკეპტიკურები არიან ამ თეორიის მიმართ. ისინი ამბობენ, რომ დეკოჰერენცია მოხდება ძალიან სწრაფად. მაგრამ 2014 წელს ლუნდის უნივერსიტეტში შვედეთში მეცნიერებმა იპოვეს მტკიცებულებები დიდხანს ცოცხალი კვანტური კოჰერენცისა ფოტოსინთეზური პროტეინების შიგნით. თუ ბუნებამ იპოვა გზა შეინარჩუნოს კვანტური ეფექტები თბილ სველ გარემოში მცენარეების შიგნით, რატომ არ უნდა იქნას შესაძლებელი ეს ცხოველებსა და ადამიანებში? ის, რაც ნამდვილად ცნობილია. როდესაც შენ იღვიძებ დილით, როდესაც იღებ გადაწყვეტილებებას, როდესაც ფიქრობ, ეს ყველაფერი არის ელექტრული და ქიმიური პროცესები შენს ტვინში. ელექტრონები მოძრაობენ, იონები გადაინაცვლებენ მემბრანებზე, მოლეკულები შეიცვლებიან ფორმას. და ყველა ეს პროცესი, ყველა ეს მოძრაობა და ცვლილება ფუნდამენტურად ემორჩილება კვანტური ფიზიკის კანონებს. აქედან გამომდინარე, თუ კვანტური ფიზიკა გვეუბნება, რომ აღქმა გავლენას ახდენს რეალობაზე, მაშინ შენი ცნობიერება, რაც არის შედეგი ბილიონობით კვანტური პროცესების შენს ტვინში, გავლენას ახდენს სამყაროზე, რომელსაც შენ აღიქვამ. არა იმ გზით, რომ შენ ინდივიდუალურად ქმნი ყველაფერს თავისნებით, არამედ იმ გზით, რომ შენი აქტი აღქმისა, შენი განყენება ერთი რამისკენ და არა მეორისკენ, შენი გადაწყვეტილება რა კითხვა დასვა სამყაროს,
ყველა ეს არის ნაწილი იმ ურთიერთქმედებისა, რომელიც განსაზღვრავს რეალობას. მოდით განვიხილოთ ერთი უფრო ექსტრემალური სცენარი. 1920 წელს ედვინ ჰაბლმა აღმოაჩინა, რომ სამყარო ფართოვდება. გალაქტიკები ახალები დამოუკიდებლად და ისინი შორდებიან ერთმანეთისგან. 2009 წელს სამი ფიზიკოსი, ადამ რისი, საუ პერმუტერი და ბრაიან შმიტი, მიიღეს ნობელის პრემია იმის აღმოჩენისთვის, რომ სამყაროს გაფართოება არა მხოლოდ ხდება, არამედ აჩქარებს. რაღაც უფრო მძლავრი ვიდრე გრავიტაცია, რასაც უწოდებენ ბნელ ენერგიას, ურტყავს გალაქტიკებს ერთმანეთისგან. თუ შეხედავ ღამის ცას, შენ ხედავ გალაქტიკას ანდრომედას, რომელიც არის 2.675.000 სინათლის წლის მოშორებით. სინათლე, რომელიც ახლა შედის შენს თვალში, დაიწყო თავისი მოგზაურობა 2 მილიონი წლის წინ, როდესაც დედამიწაზე ადრეული ჰომო ჰაბილისი მხოლოდ ისწავლიდა გამოიყენოს ქვის იარაღები. ამ 2 მილიონი წლის განმავლობაში ფოტონი მოგზაურობდა კოსმოსში, არ ჰქონდა მასა, არ განიცდიდა დროს. მისთვის ყველა 2 მილიონი წელი გაიარა ერთ მკის. მაგრამ მანამდე, სანამ ამ ფოტონმა მიაღწია შენს თვალს, სანამ შენი რეტინის რეცეპტორი არ დააკვირდა მას, რა იყო ეს ფოტონი? კვანტური ველის ვიბრაცია, რომელიც არსებობდა ყველა შესაძლო მდგომარეობაში. შენი აქტი აღქმისა, აქ და ეხლა, ქმნის კონკრეტულობას იმისთვის, რაც მოგზაურობდა 2 მილიონი წელი. გააფართო ეს მთელ სამყაროზე. შენ აცქვი თავს და უყურებ ცას. სამყარო, რომელსაც ხედავ, შეიცავს დაახლოებით 2 ტრილიონ გალაქტიკას. თითოეულ გალაქტიკაში არის საშუალოდ 100 მილიარდი ვარსკვლავი. ეს არის 2 ტრილიონ ჯერ 100 მილიარდი ვარსკვლავი. დაახლოებით 2000 მილიარდი ვარსკვლავი სულ სამყაროში. თითოეული ამ ვარსკვლავის შორის არსებობენ ბილიონობით პლანეტები. თითოეულ პლანეტაზე არის უზარმაზარი რაოდენობა ატომების. თითოეული ატომი შედგება სუბატომური ნაწილაკებისგან, რომლებიც ემორჩილებიან კვანტურ ფიზიკას. თითოეული ნაწილაკი არსებობს ზედა პოზიციაში, სანამ რამე არ დააკვირდება მას, არ ურთიერთქმედებს მასთან, არ გაზომავს მას. სამყაროს, რომელსაც ხედავ, აქვს თუ არა კონკრეტული სახე, დამოუკიდებლად შენი აღქმისგან. ან სამყარო არის უსასრულო პოტენციალობა, რომელიც ყოველ მომენტს იღებს კონკრეტულ ფორმას ცნობიერების მილიარდობით აქტით, თვალებით, რომლებიც იღებენ სინათლეს, ინსტრუმენტებით, რომლებიც ზომავენ ტემპერატურას, ატომებით, რომლებიც ურთიერთქმედებენ სხვა ატომებთან. რა პასუხს გვაძლევს თანამედროვე კოსმოლოგია ამ კითხვაზე? წარმოიდგინე დიდი აფეთქება. მომენტი, როდესაც დაიწყო სივრცე, დრო, მატერია. ეს იყო 11 მილიარდ 400 მილიონ წელს წინ. იმ პირველ მილიარდეთ წამის ნაწილში, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ პლანკის დროს, მთელი სამყარო იყო იმდენად პატარა, იმდენად ცხელი, იმდენად მკვრივი, რომ კვანტური ეფექტები მართავდნენ ყველაფერს, არა მხოლოდ ნაწილაკებს, მთელ სამყაროს. ეს მთელი კოსმოსი, რომელიც ახლა შეიცავს 2 ტრილიონ გალაქტიკას, არსებობდა კვანტურ ზედაპოზიციაში. ყველა შესაძლო სამყარო ერთდროულად. მაქს თეგმარკი, ფიზიკოსი MIT-დან 2003 წელს განავითარა მათემატიკური მოდელი, რომელიც აღწერს, როგორ შეიძლებოდა კვანტური რკევები ადრეულ სამყაროში ჩამოყალიბებული გალაბულიყვნენ გალაქტიკებად. 2009 წელს პლანკის კოსმოსური ხომალდმა დაიწყო ზუსტი გაზომვა კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის. ეს არის რადიაცია, რომელიც დარჩა დიდი აფეთქების შემდეგ. ამ რადიაციაში არსებობენ პატარა ტემპერატურის რყევები. ამ რყევების სტრუქტურა სრულყოფილად ემთხვევა იმას, რასაც თქვენ მოელით, თუ ადრეული სამყარო იყო კვანტური სისტემა. როდესაც სამყარო გაფართოვდა და გაცივდა, ეს კვანტური რყევები გადაიზარდნენ გალაქტიკების თესლებად. ახლა აქ არის რაღაც, რაც შეცვლის შენს გაგებას მასშტაბის შესახებ. კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის სინათლე, რომელსაც ზომავენ ასტრონომები, იწყება მაშინ, როდესაც სამყარო იყო 390,000 წლის. ამ მომენტამდე სამყარო იყო იმდენად ცხელი, რომ ელექტრონები და პროტონები ვერ შეერთდნენ ატომებად. ფოტონები მუდმივად ეჯახებოდნენ თავისუფალ ელექტრონებს. სამყარო იყო გამჭვირვალე. მაგრამ 390,000 წელს, როდესაც ტემპერატურა დაეცა საკმარისად, ელექტრონები და პროტონები შეერთდნენ წყალბადის ატომებად. პირველად სამყაროს ისტორიაში სინათლე შეძლო თავისუფალი მოგზაურობა. ეს პირველი სინათლე, რომელიც გამოიხო 390,000 წელს დიდი აფეთქების შემდეგ, კვლავ არსებობს. იგი მოგზაურობდა 11 მილიარდ 100 მილიონ წელს. განმავლობაში ამ დროისა სამყაროს გაფართოებამ გაწელა ამ სინათლის ტალღური სიგრძა, რაც იყო ცხელი, ულტრაისფერი გახდა ცივი მიკროტალღა. დღეს ეს რადიაცია ავსებს მთელ სამყაროს. სადაც არ უნდათ გახარ, ეს პირველი სინათლე ზაფხულს შენს სხეულს ყოველი მხრიდან. თითოეულ კვადრატულ სანტიმეტრზე შენი კანის ეცემა დაახლოებით 400 მილიონ ფოტონს წამში, ამ პირველი სინათლისგან. წარმოიდგინე ახლა შენ დგახარ და გრძნობამ უხილავ რადიაციას.
ეს ფოტონები, რომლებიც ახლა შედიან შენ სხეულში, იყვნენ მოწმენი იმ მომენტისა, როდესაც პირველად ჩამოყალიბდა ატომები. ისინი იყვნენ იქ, როდესაც სამყარო გადავიდა პლაზმიდან გაზზე. ისინი ატარებენ ინფორმაციას იმ ადრეული სამყაროს სტრუქტურის შესახებ, რომელი რეგიონები იყვნენ ცოტათი მეტი მკვრივი, რომლებიც ცოტათი ნაკლები მკვრივი. ვრივი. ეს პატარა სხვაობები თესლებად გადაიზარდნენ გალაქტიკებისა, ვარსკვლავების, პლანეტების, შენთვის. მაგრამ აქ არის ყველაზე უცნაური ნაწილი. 2009 წელს ფიზიკოსთა ჯგუფმა ტოკიოს უნივერსიტეტიდან შეისწავლა კორელაციები კოსმოსური მიკროტალღოვანი ფონის სხვადასხვა რეგიონებში. ისინი აღმოაჩინეს რაღაც, რაც არ უნდა იყოს შესაძლებელი კლასიკური ფიზიკის თანახმად. რეგიონები, რომლებიც არიან ათობით მილიარდი სინათლის წლის მოშორებით ერთმანეთისგან, აჩვენებენ კორელაციებს, რომლებიც მიუთითებენ, რომ ისინი იყვნენ ერთ სისტემაში ადრეულ სამყაროში. სინათლე არ შეძლო მოგზაურება შორის მათ ამ დროის განმავლობაში. ისინი არასოდეს არ შეეხნენ ერთმანეთს კლასიკური გზით. მაგრამ მათ გააჩნიათ კორელირებული თვისებები, ისევე როგორც დაქსაქსულ ფოტონებს კვანტურ ექსპერიმენტებში. ეს არის ის, რისთვისაც კოსმოლოგები შექმნეს თეორიას ინფლაციის შესახებ. 1991 წელს ალან გუთმა, ფიზიკოსმა MIT-დან, შესთავაზა, რომ ძალიან ადრეულ სამყაროში, პლანკის დროის შემდეგ, მაგრამ 390,000 წლამდე, სამყარომ განიცადა ექსპონენციალური გაფართოება. 1 მილიარდეთ წამის მილიარდეთ ნაწილში სამყარო გაიზარდა უზარმაზარი ფაქტორით. ამ ინფლაციის დროს რეგიონები, რომლებიც იყვნენ კონტაქტში, გაფანტულ იქნენ უზარმაზარ მანძილებზე, მაგრამ მათ შეინარჩუნეს კვანტური კორელაციები, რომლებიც ჩამოყალიბდა მანამდე, როდესაც ისინი იყვნენ ერთ პატარა კვანტურ რეგიონში. ეს ნიშნავს, რომ მთელი სამყარო, რომელსაც ჩვენ ვაკვირდებით, ყველა გალაქტიკა, რომლებიც არიან ათობით მილიარდი სინათლის წლის მოშორებით, ყველა მათგანი იყო ერთდროულად ერთ კვანტურ მდგომარეობაში. ისინი იყვნენ დაქსაქსული. გაფართოებამ მათ გააშორა სივრცეში, მაგრამ არ გაწყვიტა მათი კვანტური კავშირი. სამყარო, რომელსაც ხედავ, არ არის კოლექცია დამოუკიდებელი განცალკევებული ობილი ობიექტებისა. ფუნდამენტურად ის არის ერთი განუყოფელი კვანტური სისტემა. მოდით გადავიდეთ სხვა მასშტაბზე, შავ ხვრელებზე. 1951 წელს სტივენ ჰოკინგმა აღმოაჩინა, რომ შავი ხვრელები არ არიან სრულიად შავი. ისინი გამოსხივებენ რადიაციას, კვანტურ რადიაციას, რომელიც წარმოიქმნება სივრცის თავად კიდეზე შავი ხვრელის. 2004 წელს ჰოკინგმა შესთავაზა იდეა, რომელმაც გააღვიძა დაძაბულობა ფიზიკაში. იგი თქვა, რომ როდესაც შავი ხვრელი აორთქლდება და ქრება, ის დაკარგავს ინფორმაციას იმ მატერიის შესახებ, რომელიც ჩავარდა მასში. ეს არღვევს ფუნდამენტურ პრინციპს კვანტურ მექანიკაში. ინფორმაცია არ შეიძლება განადგურდეს. ლეონარდ სასკინდმა, ფიზიკოსმა სტენფორდიდან, იბრძოდა ჰოკინგის წინააღმდეგ 30 წლის განმავლობაში. საბოლოოდ 2024 წელს კერძო ხელშეკრულებაზე კემბრიჯში ჰოკინგმა აღიარა, რომ იგი შეცდომაში იყო. ინფორმაცია არ კარგავს, მაგრამ სადაც არის ეს ინფორმაცია? შავი ხვრელის ჰორიზონტზე. ამ იდეას უწოდებენ ჰოლოგრაფიულ პრინციპს. მთელი ინფორმაცია, რომელიც შეიცავს სამგანზომილებიანი მოცულობა, შეიძლება ენკოდირდეს ორგანზომილებიან ზედაპირზე, რომელიც გარს აკრავს მას. ახლა გააფართოვა ეს იდეა მთელ სამყაროზე. 2015 წელს ჯუან მალდასენამ, არგენტინელმა ფიზიკოსმა პრინსტონიდან, შეიმუშავა მათემატიკური ჩარჩო, რომელიც უწოდებენ ADS/CFT შესაბამისობას. ამ თეორიის თანახმად ყველაფერი, რაც ხდება სამგანზომილებიან სივრცეში, ყველა ნაწილაკი, ყველა ველი, ყველა ურთიერთქმედა ურთიერთქმედება, შეიძლება სრულად აღიწეროს როგორც ორგანზომილებიანი თეორია ზღვარზე ამ სივრცის. სამყარო შეიძლება იყოს ჰოლოგრამა, სამგანზომილებიანი პროექცია ორგანზომილებიანი ინფორმაციისა. რას ნიშნავს ეს შენთვის, როდესაც დგახარ და უყურებ ვარსკვლავებს? შეიძლება რეალობა, რომელსაც აღიქვამ, არის არა ფუნდამენტური, არამედ წარმოდგენილი. შეიძლება ღრმა რეალობა არის რაღაც უფრო მარტივი, უფრო ფუნდამენტური, ინფორმაციული სტრუქტურა, რომლიდანაც გამოდის სივრცე, დრო, მატერია. ბრაიან გრინმა, კოლუმბიის უნივერსიტეტის ფიზიკოსმა, 2006 წელს წერდა, რომ სივრცე და დრო შეიძლება არ იყვნენ ფუნდამენტური. ისინი შეიძლება იყვნენ წარმოდგენილი თვისებები, რომლებიც გამოდიან უფრო ღრმა კვანტური სტრუქტურიდან. პარალელურად განვიხილოთ სხვა მასშტაბი, ბიოლოგიური. შენი სხეული შედგება დაახლოებით 70 ხოპ ტრილიონი უჯრედისგან. თითოეულ უჯრედში არის ბირთვი, სადაც ინახება დნმ. დნმ არის მოლეკულა, რომელიც შეიცავს ინსტრუქციებს აშენებისთვის და მოვლისთვის შენი სხეულის. ადამიანის დნმ შეიცავს დაახლოებით 3 მილიარდ ბაზის წყვილს. ეს არის 3 მილიარდი ასო გენეტიკურ კოდში. თუ დააბეჭდავ ამ ინფორმაციას წიგნებში, საჭირო იქნებოდა 8000 წიგნი, თითოეული 400 გვერდის. 2011 წელს სურეი ოლივერმა და ფიშენბერგსმა
კალიფორნიის უნივერსიტეტიდან სან-დიეგოში აღმოაჩინეს, რომ კვანტური ეფექტები მნიშვნელოვანია დნმ-ის რეპლიკაციისთვის. როდესაც დნმ კოპირდება, რაც ხდება ყოველ ჯერზე, როდესაც უჯრედი იყოფა, ფერმენტები, რომელსაც უწოდებენ პოლიმერაზებს, კითხულობენ დნმ-ის ძაფებს და ქმნიან ახალ კოპიებს. ამ პროცესში პროტონები, წყალბადის ბირთვები, ხტებიან მოლეკულების შორის. ეს პროტონული ტუნელირება არის კვანტური ეფექტი. პროტონს არ გააჩნია საკმარისი ენერგია გადალახოს ბარიერი კლასიკურად, მაგრამ კვანტური მექანიკა აძლევს საშუალებას მას გაიაროს ბარიერი ტუნელირებით. თუ ეს პროტონული ტუნელირება მოხდება არასწორ დროს ან არასწორ ადგილას, ის შეიძლება შეცვალოს დნმ-ის ბაზის ცხვილი. ციტოზინი შეიძლება გადაიქცეს თიმინად, გუანინი შეიძლება გადაიქცეს ადენინად. ეს არის მუტაცია, შეცდომა გენეტიკურ კოდში. უმეტესი მუტაციები ვნებენ უჯრედს, მაგრამ ზოგიერთი მუტაცია იძლევა უპირატესობას. ეს მუტირებული უჯრედი შეიძლება გადარჩეს და გავრცელდეს. ბილიონობით წლის განმავლობაში ესენი შემთხვევითი კვანტური მოვლენები ქმნიან გენეტიკურ ვარიაციას, რომელიც არის საწვავი ევოლუციისთვის. ცხოვრების მრავალფეროვნება დედამიწაზე. ყველა ორგანიზმი, რომელიც ოდესმე არსებობდა, შეიქმნა ნაწილობრივ კვანტური ტუნელირების აქტებით ატომების მასშტაბზე. შენი არსებობა, შენი უნიკალური გენეტიკური კოდი, შენი სახე და თვისებები, ყველა ეს დამოკიდებულია მილიარდობით შემთხვევით კვანტურ მოვლენაზე, რომლებიც მოხდა შენს წინაპრებში 4 მილიარდი წლის განმავლობაში. კვანტური ბუნება რეალობისა არ არის მხოლოდ აბსტრაქტული ფიზიკა. ის არის ფუნდამენტური ნაწილი იმისა, ვინ ხარ შენ. გადავიდეთ კიდევ ერთ მასშტაბზე, ქსელებზე. შენი ტვინი არის უმსგავსესი ქსელი ბუნებაში. 86 მილიარდი ნეირონი, 100 ტრილიონი სინაფსი. მაგრამ ტვინი არ არის ერთადერთი რთული ქსელი. გალაქტიკები თვითონ არიან ორგანიზებული ქსელად. დიდი მასშტაბის სტრუქტურა სამყაროსი, რასაც ასტრონომები უწოდებენ კოსმიურ ქსელს, გგავს ნეირონულ ქსელს. გალაქტიკები არიან როგორც ნეირონები, დაკავშირებული ბნელი მატერიის ძაფებით, რომლებიც მოქმედებენ როგორც აქსონები. 2021 წელს ფრანკო ვაცა, იტალიელი ასტროფიზიკოსი ბოლონიის უნივერსიტეტიდან და ალბერტო ფელეტი, ნეირომეცნიერი, შეადარეს კოსმიური ქსელის სტრუქტურა ადამიანის ტვინის სტრუქტურას. ისინი გამოიყენეს ნეიროქსელების ანალიზის ალგორითმები კოსმიური სტრუქტურის შესასწავლად. შედეგები იყო გასაოცარი. კოსმიური ქსელი და ნეირონული ქსელი აჩვენებენ მსგავს სტატისტიკურ თვისებებს, მსგავს ხარისხს კავშირების განაწილებაში, მსგავს კლასტერიზაციას, მსგავს მცირე სამყაროს ეფექტს. რას ნიშნავს ეს მსგავსება? შეიძლება ის არის მხოლოდ შემთხვევა, ორი სრულიად განსხვავებული სისტემა, რომლებიც შემთხვევით ავლენენ მსგავს სტრუქტურას. ან შეიძლება ის მიუთითებს რაღაც უფრო ღრმაზე. შეიძლება არსებობს უნივერსალური პრინციპები, რომლებიც მართავენ ქსელების ფორმირებას. მიუხედავად იმისა, არიან ისინი ნეირონები ან გალაქტიკები, ბიოლოგიური ან კოსმიური. შეიძლება სამყარო ორგანიზდება საკუთარ თავს ფრაქტალური გზით, სადაც ერთი და იგივე პატერნები მეორდება სხვადასხვა მასშტაბებზე. განვიხილოთ კიდევ ერთი პარალელიზმი, ინფორმაციის პრობლემა. შენს ტვინში ნეირონები უკავშირდებიან ერთმანეთს სინაფსებით. ამ კავშირებში შენახულია ინფორმაცია, შენი მეხსიერებები, შენი უნარები, შენი პერსონალობა. მეცნიერები აფასებენ, რომ ადამიანის ტვინს შეუძლია შეინახოს დაახლოებით 2.600.000 ტერაბაიტი ინფორმაცია. შედარებისთვის, მთელი Google-ის საძიებო სისტემა შეიცავს დაახლოებით 15 ეგზაბაიტს. ეს არის 15 მილიონი ტერაბაიტი. შენი ტვინი შეიცავს უფრო მეტ ინფორმაციას ვიდრე Google, მაგრამ სად არის ინფორმაცია სამყაროში? 2008 წელს სეთ ლოიდმა, ფიზიკოსმა MIT-დან გამოთვალა, რამდენი ინფორმაცია შეიძლება შეიცავდეს სამყარო. იგი დაიწყო ფუნდამენტური ფიზიკური პრინციპებით: პლანკის მუდმივა, სინათლის სიჩქარე, გრავიტაციული მუდმივა. მისი კალკულაციები აჩვენებენ, რომ მთელი დაკვირვებადი სამყარო, ყველა გაგალაქტიკა, ყველა ვარსკვლავი, ყველა პლანეტა, ყველა ატომი შეიძლება მოიცავდეს დაახლოებით 10,69 ბიტს ინფორმაციას. ეს არის უზარმაზარი რიცხვი, 10, მის შემდეგ 99 ნულით, მაგრამ ის არის საბოლოო. სამყარო ფიზიკური შეზღუდვების გამო არ შეიძლება შეიცავდეს უსასრულო ინფორმაციას. ინფორმაცია არის ფიზიკური რაღაც. ის იკავებს სივრცეს, მას აქვს ენერგია. სეთ ლოიდი წერს, რომ სამყარო შეიძლება დავინახოთ როგორც გიგანტური კვანტური კომპიუტერი, რომელიც ამუშავებს ინფორმაციას ყოველი წამით თავისი არსებობის დაწყებიდან. თუ სამყარო არის კვანტური კომპიუტერი, მაშინ რეალობა, რომელსაც აღიქვამ, არის გამოთვლის შედეგი. თითოეული ნაწილაკი, თითოეული ურთიერთქმედება არის ნაბიჯი გამოთვლაში. ყოველი მომენტი სამყარო ასრულებს უზარმაზარ რაოდენობას კვანტური ოპერაციების. ეს ოპერაციები განსაზღვრავენ, სად იქნებიან ელექტრონები, როგორ იმოძრავებენ ფოტონები, როგორ ურთიერთქმედებენ ატომები.
სამყარო არ არის სტატიკური, დაფიქსირებული რეალობა. ის არის პროცესი, რომელიც უწყვეტად ხდება. დავბრუნდეთ შენს უშუალო გამოცდილებაზე. შენ წერეს სიტყვებს ან სმენ ამ ხმას. ფოტონები ან ხმის ტალღები ხვდებიან შენს რეცეპტორებს. ელექტრონები მოძრაობენ შენი ნეირონების მემბრანებზე. იონური არხები იხსნებიან და იხურებიან. ნეიროტრანსმიტერები გადაიტანებიან სინაპტურ ნაპრალებში. ყოველი ამ პროცესი, თითოეული მოძრაობა ელექტრონების, თითოეული ტუნელირება პროტონების, თითოეული ფორმის ცვლილება მოლეკულების, ხდება კვანტური ფიზიკის კანონების თანახმად. ამ წამს შენს ტვინში ხდება დაახლოებით 1 კვადრილიონი სინაპტური მოვლენა წამში. ეს არის 1, მის შემდეგ 15 ნულით. თითოეული ამ მოვლენის ზოგიერთი ასპექტი, როგორ ზუსტად მოძრაობენ იონები, როგორ ბმულდებიან ნეიროტრანსმიტერები რეცეპტორებთან, როგორ იცვლება ელექტრული პოტენციალები, ემორჩილება კვანტურ მექანიკას. თუ ამ კვანტურ პროცესებს აქვთ რაიმე შემთხვევითობა, მაშინ შენი აზრები, შენი გადაწყვეტილებები, შენი ცნობიერება შეიცავენ კვანტურ ელემენტებს. არის თუ არა ეს მხოლოდ თეორიული საკითხი? განვიხილოთ კონკრეტული ექსპერიმენტი. 2011 წელს მეთიუ ფიშერმა, ფიზიკოსმა კალიფორნიის უნივერსიტეტიდან სანტა-ბარბარაში, შესთავაზა მექანიზმი, როგორ შეიძლება კვანტური ინფორმაცია შენახული და დამუშავებული იქნეს ტვინში. იგი ფოკუსირდება ფოსფორის ატომებზე, ნაწილაკებზე, რომლებიც ფართოდ არსებობენ ბიოლოგიურ მოლეკულებში, როგორიცაა ATP, ენერგიის ვალუტა უჯრედების. ფოსფორის ბირთვს აქვს ბირთვული სპინი, კვანტური თვისება, რომელიც შეიძლება იყოს ორ მდგომარეობაში. თუ ორი ფოსფორის ბირთვი შეიძლება დაგსაქსდნენ, ჩავარდნენ ერთ კვანტურ მდგომარეობაში, მაშინ ისინი შეიძლება ინახავდნენ კვანტურ ინფორმაციას. ფიშერი გამოთვლის, რომ ცალკეული ატომური სპინები შეიძლება შენარჩუნებული იყვნენ დეკოჰერენციისგან დაახლოებით რამდენიმე დღის განმავლობაში, საკმარისი დრო ნეიროლოგიური პროცესებისთვის. 2015 წელს მისი ლაბორატორია დაიწყო ექსპერიმენტალური ტესტირება ამ იდეების. თუ მართლა ტვინში არსებობენ კვანტური პროცესები, რა იქნება შედეგები? ერთი შესაძლებლობა. ცნობიერება არ არის მხოლოდ კლასიკური გამოთვლის პროდუქტი. ის შეიძლება იყოს კვანტური ფენომენი, რომელიც გამოდის დაგსაქსვიდან, ზედაპოზიციიდან, ნაწილაკების ურთიერთქმედებიდან მასშტაბებზე, რომლებიც კვლავ ემორჩილებიან კვანტურ კანონებს. შენი გამოცდილება იყო ცნობიერი, შეიძლება იყოს არა მხოლოდ ინფორმაციის ინტეგრაცია, არამედ კვანტური ურთიერთქმედება, აქტი, რომელიც უმოკლესებს კვანტურ ტალღურ ფუნქციას და ქმნის კონკრეტულ გამოცდილებას ამ მომენტში. მაგრამ ვიყოთ ფრთხილად. ეს არის შორს იმ თქმიდან, რომ შენი გონება ქმნის რეალობას მისტიკური გაგებით. კვანტური ეფექტები ტვინში, თუ ისინი არსებობენ, არ იძლევა შენთვის ზებუნებრივ ძალებს. შენ ვერ შეცვლი რეალობას პირდაპირ თავისი ფიქრებით. ფიზიკური კანონები კვლავ მოქმედებენ, მაგრამ, და ეს არის მთავარი მომენტი, შენი ცნობიერება არ არის გარედან დამკვირვებელი რეალობისა. ის არის შიგნით მონაწილე. წარმოიდგინე სამყარო არა როგორც თეატრი, სადაც შენ ჯდები და უყურებ სპექტაკლს, არამედ როგორც ტანცი, სადაც შენ ერთ-ერთი მოცეკვავე ხარ. შენი ნაბიჯები გავლენას ახდენს მთლიან ქორეოგრაფიაზე. არა იმიტომ, რომ შენ აკონტროლებ ყველას, არამედ იმიტომ, რომ ყველა მოცეკვავე, თითოეული ატომი, თითოეული ფოტონი, თითოეული ელექტრონი ურთიერთქმედებს ერთმანეთთან. ტანცი არის კოლექტიური შექმნა. 2010 წელს ჯონ არჩიბალდ უილერმა მის ცხოვრების ბოლო წლებში ფორმულირდა პრინციპი, რომელსაც მან უწოდა is bit-დან, it from bit. ეს იდეა არის, რომ ყოველი ფიზიკური რაღაც, ყოველი is, გამომდინარეობს ინფორმაციიდან, ბიტიდან. რეალობა ფუნდამენტურად არის ინფორმაციული. ნაწილაკები, ველები, სივრცე, დრო, ყველა ეს არის წარმოდგენილი თვისებები უფრო ღრმა ინფორმაციული სტრუქტურის. თუ რეალობა არის ინფორმაციული, მაშინ აქტი ცოდნისა, აქტი მირების ინფორმაციის არის ფუნდამენტური. ცოდნა არ არის მხოლოდ პასიური რეცეფცია ფაქტების. ეს არის აქტიური პროცესი, რომელიც გავლენას ახდენს სისტემაზე, რომელსაც შენ სწავლობ. როდესაც ზომავ ელექტრონს, შენ არა მხოლოდ სწავლობ სად არის ელექტრონი. შენ ამონაწილებ პროცესში, რომელიც განსაზღვრავს სად არის ელექტრონი. დავაკონკრეტოთ ეს იდეა კიდევ ერთი მაგალითით. 2009 წელს ლეიდენის უნივერსიტეტში, ჰოლანდიაში, დირკ ბოუმესტერმა და მისმა გუნდმა შექმნეს ექსპერიმენტი, რომელმაც დააჩვენა კვანტური ჩესირის კატა ეფექტი. გაიხსენე ელის თავგადასავალი საოცარ ქვეყანაში, სადაც ჩესირის კატას შეუძლია გაქრეს, მაგრამ მისი ღიმილი კვლავ არსებობს. კვანტურ ფიზიკაში ნაწილაკს და მის თვისებებს შეუძლიათ განცალკევდნენ. ბოუმესტერის ექსპერიმენტში ფოტონებმა გაიარეს ინტერფერომეტრი, მოწყობილობა, რომელიც ყოფს სინათლის სხივს ორგზად და შემდეგ ხელახლა აერთიანებს. მაგრამ აქ არის უცნაური ნაწილი. როდესაც მეცნიერები გაზომეს ფოტონის ადგილმდებარეობა, ისინი იპოვეს მას ერთ გზაზე. როდესაც მათ გაზომეს ფოტონის პოლარიზაცია, მიმართულება მისი რხევისა,
ისინი იპოვეს მას სხვა გზაზე. ფოტონი და მისი თვისება იყვნენ განსხვავებულ ადგილებში, ნაწილაკი და მისი მახასიათებლები განცალკევდნენ. რას გვეუბნება ეს რეალობის ბუნების შესახებ? ის, რასაც ჩვენ უწოდებთ ნაწილაკს არ არის მარტივი განუყოფელი ობიექტი. ეს არის კომპლექსი თვისებებისა, რომლებიც შეიძლება არსებობდნენ დამოუკიდებლად გადანაწილებული სივრცეზე კვანტურ მდგომარეობებში. რეალობა არ არის გაკეთებული მყარი ერთიანი ნაწილებისგან. ის არის გაკეთებული ურთიერთობებისგან, ურთიერთქმედებებისგან, ინფორმაციული მიმოცვლებისგან. ახლა გავაფართოვოთ ეს იდეა შენს საკუთარ თავზე. შენ გძნობ, რომ ხარ ერთიანი, განუყოფელი ყოფილი პიროვნება. შენ გაქვს ერთი სხეული, ერთი გონება, ერთი იდენტობა. მაგრამ აი რა ხდება რეალურად. შენი სხეული შედგება 70 ტრილიონი უჯრედისგან. ეს უჯრედები უწყვეტები უწყვეტად კვდებიან და იცვლებიან. შენი კანის უჯრედები ცვლიან ყოველ 2-3 კვირაში. შენი წითელი სისხლის უჯრედები ცხოვრობენ დაახლოებით 120 დღეს. შენი ნეირონები, რომლებიც ქმნიან შენს ტვინს და შენს გონებას, ზოგიერთი მათგანი რჩება მთელი ცხოვრება, მაგრამ მათი სინაპტური კავშირები მუდმივად იცვლებიან. 7 წლის განმავლობაში თითქმის ყველა ატომი შენს სხეულში შეიცვლება. ატომები, რომლებიც ქმნიან შენს ხორცს, ძვლებს, სისხლს, დღეს, არ არიან იგივე ატომები, რომლებიც იყვნენ 7 წლის წინ. შენ ხარ არასტატიკური ობიექტი, არამედ დინამიური პროცესი, მდინარე მატერიისა და ენერგიის, რომელიც ნელა მიედინება, ინარჩუნებს პატერნს, მაგრამ მუდმივად ცვლის თავის კომპონენტებს. რა ინარჩუნებს შენს იდენტობას ამ მუდმივი ცვლილების დროს? ინფორმაცია. პატერნი ორგანიზაციისა. თქვენი დნმ ატარებს ინსტრუქციებს, როგორ აშენოს და შეინარჩუნოს შენი სხეული. შენი ტვინი ინახავს მეხსიერებებს, რომლებიც ქმნიან შენს ისტორიას. შენი სინაპტური კავშირები ენკოდავენ შენს უნარებს, შენს ჩვევებს, შენს პერსონალობას. შენ ხარ არა ნივთი, არამედ ინფორმაცია, რომელიც განხორციელებულია მატერიასა და ენერგიაში. კარლო როველი, იტალიელი თეორიული ფიზიკოსი წერს 2017 წელს თავის წიგნში, რომ რეალობა არ არის გაკეთებული ნივთებისგან, არამედ მოვლენებისგან. ნაწილაკი არ არის პატარა ბურთული, რომელიც გადაადგილდება სივრცეში. ნაწილაკი არის სერია მოვლენების, ლენების, ურთიერთქმედებების სხვა ნაწილაკებთან. ნივთი არსებობს მხოლოდ როდესაც ურთიერთქმედებს. თიერთქმედებს. შორის ურთიერთქმედებებს არ არსებობს ვერაფერი. აზრი არ აქვს იმაზე საუბარს, სად არის ელექტრონი, როდესაც ის არ ურთიერთქმედებს. ელექტრონი ხდება რეალური მხოლოდ იმ მომენტში, როდესაც ის ეჯახება ფოტონს, ან მიეზიდება ატომს, ან გაიზომება დეტექტორის მიერ. თუ ეს სწორია, მაშინ რეალობა არ არის კოლექცია ობიექტებისა, რომლებიც არსებობენ დამოუკიდებლად. რეალობა არის ქსელი ურთიერთობებისა. თითოეული ნივთი, თითოეული ატომი, თითოეული ფოტონი, თითოეული ვარსკვლავი, თითოეული გალაქტიკა, შენ თვითონ, არსებობს მხოლოდ თავისი კავშირების კონტექსტში სხვასთან. შენ ხარ არა იზოლირებული მე, არამედ კვანძი უზარმაზარ ქსელში ურთიერთქმედებების. დავბრუნდეთ პირდაპირ შენს გამოცდილებაზე ახლა. შენ კითხულობ ან სმენ ამ სიტყვებს. ამ მომენტში ფოტონები ან ხმის ტალღები ხვდებიან შენს რეცეპტორებს. ინფორმაცია გადაეცემა შენს ტვინს. ნეირონული პატერნები აქტიურდებიან. შენ აძლიერებ მნიშვნელობებს ამ სიმბოლოებს. წარმოიქმნება ფიქრები. ება ფიქრები. ყოველივე ეს ხდება ახლა. არა წარსულში, არა მომავალში, არამედ ამ მომენტში. მაგრამ რა არის ახლა? რა არის ეს მომენტი? ფიზიკა გვიჩვენებს, რომ ახლა არ არის უნივერსალური. სპეციალური ფარდობითობის თანახმად, ორ დამკვირვებელს, რომლებიც მოძრაობენ განსხვავებული სიჩქარეებით, აქვთ განსხვავებული ახლაები. მოვლენები, რომლებიც სიმულტანურია ერთისთვის, არ არიან სიმულტანური მეორისთვის. დრო არ არის აბსოლუტური, უნივერსალური მდინარე. დრო არის ადგილობრივი, უნდა გამოცდილება ყველა დამკვირვებლისთვის. ეს ნიშნავს, რომ ახლა ეს მომენტი, როდესაც შენ კითხულობ ამ წინადადებას, არ არის ერთი კონკრეტული მომენტი მთელი სამყაროსთვის. ეს არის შენი მომენტი, შენი ადგილობრივი გამოცდილება დროის. ვარსკვლავზე, რომელიც დაშორებულია 10 სინათლის წლის მოშორებით, სხვა ცივილიზაცია თუ არსებობს, განიცდის სხვა ახლას. მათი ახლა და შენი ახლა არ ემთხვევა. მაგრამ მაინც ორივე რეალურია. ორივე არის ნაწილი უფრო ფართო, 4 განზომილებიანი სტრუქტურის, რომელსაც ფიზიკოსები უწოდებენ სივრცე დროს. ეხლა გავაერთიანოთ ყველა ეს იდეა. სამყარო არ არის კოლექცია განცალკევებული ობიექტებისა, რომლებიც არსებობენ დამოუკიდებლად უბრალო სივრცეში და დროში. სამყარო არის დინამიური ქსელი, კვანტური ურთიერთქმედებების. თითოეული ურთიერთქმედება არის მოვლენა, რომელიც ხდება, რომელიც უმოკლესებს კვანტურ მდგომარეობებს და ქმნის კონკრეტულ შედეგებს. ეს ურთიერთქმედებები, ბილიონობით მათგანი ყოველ მომენტს, ქსოვენ ქსოვილს რეალობისა. შენ როგორც ცნობიერი არსება არ ხარ გარედან დამკვირვებელი ამ რეალობის. შენ ხარ ნაწილი მისა.
შენი ცნობიერების ყოველი აქტი, ყოველი აღქმა, ყოველი აზრი, ყოველი გადაწყვეტილება არის კვანტური ურთიერთქმედებების კომპლექსი შენს ტვინში. ეს ურთიერთქმედებები აკავშირებენ შენ გარე სამყაროსთან. ფოტონები ჩანს შენს თვალში, მოლეკულები შედიან შენს ცხვირში, ვიბრაციები აქანებენ შენს ყურს. თითოეული ამ ურთიერთქმედებისას რეალობა ხდება, კონკრეტიზდება, მყარდება, იქნება. მსოფლიოს, რომელსაც აღიქვამ, არ გააჩნია კონკრეტული სახე დამოუკიდებლად შენი და მილიარდობით სხვა დამკვირვებლის ურთიერთქმედებისგან მასთან, არა იმიტომ, რომ მსოფლიო არ არსებობს, როდესაც არავინ უყურებს მას, არამედ იმიტომ, რომ არსებობა თავისთავად ნიშნავს ურთიერთქმედებას. არსებობა არ არის სტატიკური თვისება. არსებობა არის ქმედება, პროცესი, მუდმივი ხდომა. აი კითხვა, რომელიც ყველაფერს ცვლის. რა არის დრო? დრო. შენ ფიქრობ, რომ იცი პასუხი. დრო არის ის, რაც ზომავს შენი საათი, ის, რაც ავლენს შენს დაბერებას, ის, რაც აშორებს წარსულს მომავალს. მაგრამ აღმოჩნდა, რომ დრო არ არის ის, რასაც ჩვენ ვფიქრობდით. დრო არ არის უნივერსალური მდინარე, რომელიც ერთნაირად მიედინება ყველასთვის ყველგან. დრო არის კომპლექსური, რელატიური, ადგილობრივი და შესაძლოა საერთოდ არ არის ფუნდამენტური. წარმოიდგინე ფოტონი, რომელიც იბადება ვარსკვლავის ცენტრში. იქ ტემპერატურა 10 მილიონი გრადუსია. პროტონები ერწყმიან ერთმანეთს და ქმნიან ჰელიუმს. ამ ფუზიის დროს გამოიყოფა ენერგია, ფოტონი გამას ხივისა. ეს ფოტონი იწყებს მოგზაურობას ზედაპირისკენ, მაგრამ ვარსკვლავი იმდენად მკვრივია, რომ ფოტონი ვერ მოძრაობს სწორ ხაზოვნად. ის დაახლოებით 100,000 წლის განმავლობაში ხტება ატომიდან ატომზე, შეიწოვება, ხელახლა გამოიყოფა, იცვლება ენერგიით სხვა ფოტონებთან. საბოლოოდ მილიონი წლის შემდეგ ფოტონი აღწევს ზედაპირს და გამოფრინდება კოსმოსში. ეხლა ეს ფოტონი მოგზაურობს სინათლის სიჩქარით. ის გადის 100 მილიონი კილომეტრს სამ წუთში. 8 წუთში აღწევს დედამიწას, შედის შენს თვალში. მაგრამ აქ არის რაღაც შოკის მონგვრელი. ამ ფოტონის თვალსაზრისით მისთვის დრო საერთოდ არ გაუვლია. სპეციალური ფარდობითობის კანონების თანახმად, ობიექტისთვის, რომელიც მოძრაობს სინათლის სიჩქარით, დრო შეჩერებულია. ფოტონი არ განიცდის დროის გავლას. მისთვის გამოყოფის მომენტი ვარსკვლავში და შთანთქმის მომენტიში შენს თვალში ხდება ერთდროულად, ერთ უთრატებურ მომენტში. ეს არ არის მეტაფორა, ეს არის ფიზიკური რეალობა. არის ფიზიკური რეალობა, დათვლილი აინშტაინის განტოლებებით. ფოტონის შიგნით თუ შეგვეძლო იქ ყოფნა, დრო არ არსებობს. მთელი სამყაროს ისტორია, დიდი აფეთქებიდან დღემდე, არის ერთი უთრატებური მომენტი. მაგრამ შენთვის, რომელიც მოძრაობ ნელა ვიდრე სინათლე, დრო მიედინება. შენთვის ფოტონმა მოგზაურობა 8 წუთი. ორივე პერსპექტივა სწორია. რეალობა აშკარად განსხვავებულია განსხვავებული დამკვირვებლებისთვის. 2009 წელს CERN-ში, ევროპის ბირთვუკვლევის ცენტრში, ფიზიკოსებმა დააჩქარეს პროტონები სინათლის სიჩქარის 99.97%-მდე. ამ სიჩქარით დროის დილატაცია ხდება გაზომვადი. წამი პროტონის სისტემაში გახდება 10 წამი ლაბორატორიაში. აგრიათ პროტონები სანამ გაანადგურდნენ, განიცდიდნენ მხოლოდ მცირე წილს იმ დროისა, რასაც ლაბორატორიის საათები ზომავდნენ. შენი საკუთარი სხეული გაანიცდის დროის ამ რელატიურობას, თუმცა უფრო სუსტად. შენი თავი, რომელიც არის მეტრით მაღლა დედამიწის ზედაპირზე ვიდრე შენი ფეხები, განიცდის გრავიტაციას ცოტათი სუსტად. ზოგადი ფარდობითობის თანახმად, დრო მიედინება ცოტათი უფრო სწრაფად შენს თავში, ვიდრე შენს ფეხებში. სხვაობა მიკროსკოპულია. თქვენ ცხოვრების განმავლობაში დაგროვდება ნანოწამების რამდენიმე 10, მაგრამ ეს არის ფაქტი, დადასტურებული ატომური საათებით. 2012 წელს ვაშინგტონის უნივერსიტეტში. ახლა წარმოიდგინე არა სხეულს, არამედ მთელ გალაქტიკას. შავი ხვრელის მახლობლად გრავიტაცია იმდენად ძლიერია, რომ დრო მნიშვნელოვნად ნელდება. თუ შენ დგახარ უსაფრთხო მანძილზე შავი ხვრელისგან და აკვირდები თანაარსს, რომელიც ვარდება მასში, დაინახავ უცნაურ სცენას. შენი თანაარსი ნელდება. მისი მოძრაობები ხდება მეტ-მეტად ლერწმული. სინათლე მისი სხეულიდან გადადის წითელში, ტალღური სიგრძები გაიზრდება. მან ასწევს ხელს, მაგრამ შენთვის ეს ჟესტი გრძელდება საათობით, შემდეგ დღეობით, შემდეგ წლობით. იგი არასოდეს მიაღწევს მოვლენის ჰორიზონტს შენი პერსპექტივიდან. იგი გაყინულია უსასრულოდ. მაგრამ მისი საკუთარი პერსპექტივიდან. მან გამოცდის რამდენიმე წამი. იგი გაიარებს ჰორიზონტს, ვარდება შავი ხვრელის ცენტრისკენ და ინახავს რაღაც ახსნად გაგნი ფიზიკით და საბოლოოდ განადგურდება სინგულარობით. მთელი ეს პროცესი მისთვის რამდენიმე წუთი. შენთვის უსასრულობა. უსასრულობა. ორივე პერსპექტივა ფიზიკურად ვალიდურია. დრო თავად არის ადგილობრივი, რელატიური, დამოკიდებული დამკვირვებელზე. გადმოიტანა ეს კვანტურ მასშტაბზე. 2008 წელს ჟენევაში CERN-ის სხვა ექსპერიმენტში ფიზიკოსებმა გამოიკვლიეს ბიუტი მეზონები, ნაწილაკები, რომლებიც შეიცავენ ბიუტი კვარკებს.
ეს ნაწილაკები არასტაბილურია და იშლებიან დაახლოებით 1 პიკოწამში. ეს არის 1 ტრილიონედი წამის. მაგრამ აღმოაჩინეს რაღაც უცნაური. ბიუტი მეზონებს შეუძლიათ რხევა შორის ორ მდგომარეობას, ნაწილაკსა და ანტინაწილაკს. ისინი არიან ერთდროულად ორივე, სანამ რაიმე არ ურთიერთქმედებს მათთან. მაგრამ აქ არის საკვანძო. ეს რხევა, ეს ცვლა ნაწილაკსა და ანტინაწილაკს შორის არ არის დროის რიგითი თანმიმდევრობა. ეს არის კვანტური ზედაპოზიცია, ერთდროულობა. ნაწილაკი არ ხდება ნაწილაკი, შემდეგ ანტინაწილაკი, შემდეგ კვლავ ნაწილაკი დროის განმავლობაში. ის არის ორივე ერთდროულად, სანამ გაზომვა არ შეაყენებს მას ერთ მდგომარეობაში. კვანტურ სამყაროში დროის იდეა ადრე და შემდეგ ხდება უფრო რთული, უფრო ბუნდოვანი. აი კითხვა, რომელმაც აღაშფოთა ფიზიკოსები დესიათლეულების განმავლობაში. არსებობს თუ არა დრო კვანტურ მექანიკაში? შრედინგერის განტოლება. ფუნდამენტური განტოლება, რომელიც აღწერს, როგორ ვითარდებიან კვანტური სისტემები, შეიცავს დროს როგორც პარამეტრს. მაგრამ როდესაც ფიზიკოსები ცდილობენ კვანტური მექანიკის და ზოგადი ფარდობითობის გაერთიანებას, შექმნან კვანტური გრავიტაციის თეორიას, დრო ქრება. 2067 წელს ბრაისი დევიტმა და ჯონ უილერმა გამოაქვეყნეს განტოლება, რომელსაც ახლა უწოდებენ უილერ-დევიტის განტოლებას. ეს განტოლება აღწერს მთელ სამყაროს კვანტურ მდგომარეობას და მასში არ არის დროის ცვლადი საერთოდ. როგორ შეიძლება ეს? როგორ შეიძლება მთელი სამყარო არ განიცდიდეს დროს? ერთი ინტერპრეტაცია, რომელსაც შემოგთავაზებს ბევრი თეორიული ფიზიკოსი დღეს, არის, რომ დრო არ არის ფუნდამენტური. დრო არის ემერგენტული. იგი გამოჩნდება როგორც ეფექტური აღწერა, როდესაც შენ უყურებ სამყაროს გარედან. როდესაც შენ ეკუთვნი გარემოს, რომელიც განცალკევებულია და იცოდა ნაკლები ვიდრე ყველაფერი. კარლო როველმა, რომელიც მუშაობს loop quantum gravity თეორიაზე, 2023 წელს განავითარა იდეა თერმული დროის შესახებ. მისი თვალსაზრისით, დრო არის არა ფუნდამენტური კომპონენტი რეალობისა, არამედ თერმოდინამიკური ფენომენი. დრო გამოჩნდება, როდესაც შენ არ იცი ყველაფერი სისტემის შესახებ. როდესაც არსებობს ინფორმაციის ნაკლებობა, არსებობს ენტროპია. ენტროპია იზრდება და ეს ზრდა ქმნის ილუზიას დროის მიდინებისა. წარმოიდგინე სამყარო დიდი აფეთქების მომენტში. მდგომარეობა იყო უსაზღროდ მარტივი. ყველაფერი იყო ერთად, კომპრესირებული, ერთგვაროვანი. ენტროპია იყო ნულის მახლობლად. მაშინდან სამყარო გაფართოვდა. სტრუქტურები ჩამოყალიბდნენ: გალაქტიკები, ვარსკვლავები, ვარსკვლავები, პლანეტები, ცხოვრება. თითოეული ნაბიჯი ზრდის სირთულეს, მრავალფეროვნებას, ენტროპიას. ეს ზრდა ენტროპიისა არის ის, რაც ქმნის თქვენს შეგრძნებას დროის, წარსულის მიმართ, რომელიც იყო უფრო მოწესრიგებული, მომავლის მიმართ, რომელიც იქნება უფრო ქაოსური. მაგრამ ფუნდამენტურ დონეზე ინდივიდუალური, კვანტური მოვლენების არ არსებობს ის არის დროისა. კვანტური კანონები სიმეტრიულია დროის ინვერსიის მიმართ. თუ ჩაწერავ კვანტური ურთიერთქმედების ვიდეოს და ჩართა უკუღმა, ფიზიკური კანონები კვლავ მუშაობს. ელექტრონი, რომელიც შთანთქავს ფოტონს და გადადის უმაღლეს ენერგიულ მდგომარეობაში, ზუსტად იგივეა, როგორც ელექტრონი, რომელიც იშლება უფრო დაბალ მდგომარეობაში და გამოსცემს ფოტონს. ორივე პროცესი ერთნაირად ვალიდურია ფიზიკურად. მაშინ საიდან მოდის თქვენი შეგრძნება, რომ დრო მიედინება მხოლოდ ერთი მიმართულებით? ის მოდის თქვენი მეხსიერებიდან. შენ იხსენებ წარსულს, მაგრამ არა მომავალს. შენი ტვინი ენკოდავს ინფორმაციას იმის შესახებ, რაც მოხდა, მაგრამ არა იმის შესახებ, რაც მოხდება. ეს ასიმეტრია. ცოდნა წარსულისა, უცოდინრობა მომავლის, ქმნის შენს გამოცდილებას დროის ისრისა. 2001 წელს MIT-ში სეთ ლოიდმა და 2004 წელს ლორენცო მაკონმა ოქსფორდიდან დამოუკიდებლად შეიმუშავეს მოდელები, სადაც დრო წარმოიქმნება კვანტური დაქსაქსვიდან. მათი იდეა არის, რომ როდესაც ორი სისტემა ურთიერთქმედებენ და ხდებიან დაქსაქსულები, ისინი იწყებენ კორელაციების გამომუშავებას. ეს კორელაციები იქმნება თანამიმდევრობით. პირველი ურთიერთქმედება ხდება ადრე, მეორე გვიან. ეს თანამიმდევრობა ქმნის ეფექტურ დროით სტრუქტურას, ადრე და შემდეგ. მაგრამ ფუნდამენტურად არ არსებობს აბსოლუტური ახლა მთელი სამყაროსთვის. ის, რასაც შენ მოიცავ როგორც ახლა, ეს მომენტი, რომელსაც კითხულობ ამ წინადადებას, არის კონსტრუქცია შენი ტვინის მიერ. შენი ტვინი აერთიანებს ინფორმაციას, რომელიც მოდის სხვადასხვა სენსორული არხებიდან: თვალები, ყურები, კანი. ყოველი მათგანი მუშაობს ცოტათი განსხვავებული დროის მასშტაბებით. ხედვა ირებს დაახლოებით პატარა 10 მილიწამს. სმენა უფრო სწრაფია, ხო სწრაფია, პატარა 1 მილიწამი. ხის დახები იღებს 10-იან მილიწამებს. შენი ტვინი უნდა სინქრონიზოს ყველა ეს სიგნალი ერთ თანმიმდევრულ გამოცდილებაში. ის აკეთებს ამას წინასწარი პროგნოზირებით,
განიხილავს მომდინარე ინფორმაციას და მოდელებს გარედან რასაც უნდა განიცდიდე. შენი გამოცდილება ახლა არის არა უშუალო ანარეკლი გარე სამყაროსი, არამედ კონსტრუქცია, სინთეზი, სენსორული დატა პლუს პროგნოზი პლუს მეხსიერება. 2015 წელს დევიდ ეაგლმანმა, ნეირომეცნიერმა სტენფორდიდან, ჩაატარა ექსპერიმენტები, რომლებიც აჩვენებენ, რომ ტვინს შეუძლია შეცვალოს თქვენი აღქმა დროის. მან სთხოვა მონაწილეებს ენახათ ციფრები ეკრანზე, მანამდე რომ ისინი გაქრებოდნენ. როდესაც ციფრები რჩებოდნენ ეკრანზე მე-20 წამით, მონაწილეები თვლიდნენ, რომ დრო გაგრძელდა ნორმალურად. მაგრამ როდესაც ციფრები მაშინვე გაქრა, მონაწილეები თვლიდნენ, რომ მათ ჰქონდათ ნაკლები დრო, თითქოს დრო შეკუმშულიყო. შენი აღქმა დროისა არ არის ობიექტური საზომი. ის არის სუბიექტური კონსტრუქცია, რომელსაც შენი ტვინი განაახლებს მუდმივად. განვიხილოთ სხვა მასშტაბი, ბიოლოგიური რიტმები. შენი სხეული მოქმედებს ათასობით პერიოდული პროცესის მიხედვით. შენი გული ბეჯავს დაახლოებით 60 ბარი წუთში. შენ სუნთქავ დაახლოებით 15 ჯერ წუთში. შენი ტვინის ტალღები რხევენ 10 წამში, ალფა ტალღები, როდესაც დასვენებული, გამა ტალღები, როდესაც კონცენტრირებული. შენი უჯრედები გადიან მიტოზს, დაიყოფიან ორ შვილობილ უჯრედად, საშუალოდ 24 საათში. უფრო გრძელი მასშტაბით შენ სხეულს აქვს ცირკადული რიტმი, 24 საათიანი ციკლი ძილისა და სიფხიზლის. ეს რიტმი მართულია მცირე რეგიონით შენი ტვინის, რომელსაც უწოდებენ სუპრაქიაზმატიკ ნუკლეოსს. ეს რეგიონი მოქმედებს როგორც შინაგანი საათი, სინქრონიზდება გარე სინათლის სიგნალებთან მზიდან. როდესაც გადაფრინავ რამდენიმე დროით ზონებში, შენი ციკადული რიტმი დესინქრონიზდება. ეს არის მიზეზი ჯეტი ლაგის. შენი შინაგანი საათი კვლავ არის ძველდროით ზონაში, მაგრამ გარე სამყარო ახალში. მცენარეებს ასევე აქვთ ციკადული რიტმები. 2011 წელს ედინბურგის უნივერსიტეტში ენდრიუ მილარმა აღმოაჩინა, რომ არაბიდოფსის მცენარეები, მცირე პრუტუნასებრი მცენარეები, მართავენ თავიანთ გენების გამოხატვას 24 საათიანი ციკლით, მაშინაც კი, როდესაც მათ ინახავენ სრული სიბნელით. მცენარის საათი არის გენეტიკურად დაკოდილი. ქსელი პროტეინების, რომლებიც აქტივირებენ და აქტივაციას ხსნიან ერთმანეთს პერიოდულად. ცხოველებსაც აქვთ რიტმები. ფრინველები, მიველები მიგრირებენ სეზონურად. ურთიერთქმებენ დედამიწის მაგნიტურ ველთან, რათა იმოგზაურონ. თევზები ოკეანეებში მოძრაობენ სეზონურად, მიყვებიან ტემპერატურის გრადიენტებს. მწერები გადიან ცხოვრების ციკლებს, რომლებიც დროით მოწყობილია მათი გარემოსთან. ფავთმაქცი ფრინველი მაგალითად, ახალი 15 წელს იცოცხლებს ლარვა სტადიაში მიწის ქვეშ. შემდეგ გამოდის ყველა ერთდროულად, ზაფხულის ერთი კონკრეტული ღამით. როგორ იციან ეს ორგანიზმები დრო? რატომ სინქრონიზდებიან? პასუხი არის კომბინაცია შინაგანი საათებისა და გარე სიგნალების. თითოეულ ორგანიზმს აქვს შინაგანი შედგენილობა, ბიოლოგიური ტაიმინგი, გენებით კონტროლირებული რიტმები. ეს შინაგანი საათები სინქრონიზდებიან გარე ნიშნებით, სინათლე, ტემპერატურა, სეზონები. სინქრონიზაცია არის ფუნდამენტური პრინციპი ცხოვრებისთვის. ახლა გადავიდეთ უფრო მცირე მასშტაბზე, უჯრედურ დონეზე. ყოველ უჯრედში შენ სხეულში ასობით მიტოქონდრია, პატარა ორგანელები, რომლებიც წარმოქმნიან ენერგიას. ეს მიტოქონდრია იქნა ნოდეზრაც თავისუფალი ბაქტერიები, რომლებიც 2 მილიარდი წლის წინ შევიდნენ სიმბიოზურ ურთიერთობებში უფრო დიდ უჯრედებთან. მათ შეინარჩუნეს თავიანთი საკუთარი დნმ, პატარა წრიული გენომი, რომელიც განსხვავებულია შენი ბირთვული დნმ-სგან. თითოეულ მიტოქონდრიას აქვს თავისი ცხოვრების ციკლი. ის რეპლიცირდება, იყოფა, შერწყმის სხვა მიტოქონდრიებთან და საბოლოოდ განადგურდება. მთელი ეს პროცესი მოხდება რამდენიმე დღის ან კვირის განმავლობაში. შენს უჯრედში მოხდება ასობით ასეთი მიტოქონდრიული ცხოვრების ციკლი შენი შორების განმავლობაში. ეს მიტოქონდრია არის ქვეწმინდა შენს სხეულში, თითოეული თავისი დროით მასშტაბით, მაგრამ ყველა სინქრონიზებული უფრო დიდი რიტმებთან შენი სხეულის. ან განვიხილოთ შენი ტვინი. შენი ნეირონები გაიმეორებენ სიგნალებს პერიოდულად. დელტა ტალღები, ნელი რხევები, დაახლოებით 2 ციკლი წამში, დომინირებენ ღრმა ძილის დროს. თეტა ტალღები, 4-7 ციკლი წამში, გამოჩნდებიან რემ-ძილის დროს და მედიტაციის დროს. ალფა ტალღები, 8-12 ციკლი წამში. წამში არსებობენ, როდესაც დასვენებული, მაგრამ ფხიზელი. ბეტა ტალღები, 12-30 ციკლი წამში, გამოჩნდებიან აქტიური აზროვნების დროს. გამა ტალღები, 30-100 ციკლი წამში. გავლენას ახდენენ კონცენტრაციასა და ცნობიერ აღქმაზე. ეს ტალღები არ არის უბრალოდ ფონური ხმაური. 2010 წელს ფრაის ინსტიტუტში გერმანიაში ვოლფსინგერმა აღმოაჩინა, რომ გამა ტალღები კორელირებენ ცნობიერ აღქმასთან. როდესაც რამდენიმე ნეირონული რეგიონი სინქრონიზდებიან გამა სიხშირეებზე, ყველა ხევენ ერთად დაახლოებით 40 ციკლი წამში,
შენ განიცდი ერთიან, ინტეგრირებულ გამოცდილებას. როდესაც სინქრონიზაცია იშლება, გამოცდილება ფრაგმენტულია, არაკოჰერენტული. შენი ცნობიერება, შენი შეგრძნება იყო აქ ეხლა, შეიძლება დამოკიდებული იყოს ამ ნეირონული სინქრონიზაციაზე. როდესაც ნეირონები სხვადასხვა რეგიონებში რხევენ ერთად, ისინი ქმნიან დროებით თანმიმდევრულ სტრუქტურას, ერთობლივ რიტმს, რომელიც აერთიანებს მათ ერთ ფუნქციურ ქსელში. ეს სინქრონიზაცია, ეს რქრონიზაცია, ეს რხევების კოორდინაცია შეიძლება იყოს ის, რაც საშუალებას გაძლევთ გქონდეთ ერთიანი, თანმიმდევრული გამოცდილება მომენტის. მაგრამ აქ არის კითხვა: რა უზრუნველყოფს სინქრონიზაციას? როგორიციან ნეირონები, როდის რხევიან ერთად? ერთი მექანიზმი არის აინჰიბიტორული ნეირონები, უჯრედები, რომლებიც გამოსცემენ GABA-ს, ნეიროტრანსმიტერს, რომელიც აშუშებს აქტივობას. ეს ინჰიბიტორული ნეირონები შეიძლება მოქმედებდნენ როგორც პაკემაკერები და აყენებდნენ რიტმს სხვა ნეირონებისთვის. როდესაც ინჰიბიტორული ნეირონი ცეკვავს, იგი თრგუნავს ჯგუფს ნეირონების. შემდეგ, როდესაც ინჰიბიცია იხსნება, ყველა ამ ნეირონს აქტივაცია ერთდროულად, სინქრონიზირებული რხევა. მაგრამ არ არსებობს ცენტრალური საათი, რომელიც კოორდინირებს ყველა ნეირონს ტვინში. ტვინი არ არის ორკესტრი ერთი დირიჟორით. ის არის უფრო მსგავსი ჯაზ ბანდისისა, სადაც მუსიკოსები უსმენენ ერთმანეთს და სინქრონიზდებიან დინამიურად, აქ და ახლა. სინქრონიზაცია წარმოიქმნება იმ ქსელიდან თავად, არა დაკისრებული ზემოდან, არამედ თანაარსებული ურთიერთქმედებებიდან ქვემოდან. ეს პრინციპი, თანაარსებული სინქრონიზაცია, არის საყოველთაო. იგი გამოჩნდება ბუნებაში ბევრ მასშტაბზე. ფიფქები სინქრონიზდებიან თავიანთ ციმციმებში, რათა მიიზიდონ მეწყვილე. კრიკეტები სინქრონიზდებიან თავიანთ ჩირპინგში. გულის უჯრედები სინქრონიზდებიან თავიანთ შეკუმშვებში, რათა შექმნან კოორდინირებული გულისცემა. ყოველ შემთხვევაში სინქრონიზაცია წარმოიქმნება ადგილობრივი ურთიერთქმედებებიდან. თითოეული ერთეული უსმენს თავის მეზობლებს და აყენებს თავის რიტმს მათთან. კვანტურ დონეზე სინქრონიზაცია იღებს უფრო უცნაური ფორმას. 2010 წელს ვენაში მარკუს ასპელმაიერმა შექმნა ექსპერიმენტი, სადაც ორი დამოუკიდებელი ლაზერი თითოეული გამოსცემდა სინათლეს თავისი სიხშირით. შესაძლო გახდა სინქრონიზაცია კვანტური ინტერფერენციით. ორი ლაზერის სინათლე გაერთიანდა და ინტერფერენციული პატერნი აიძულა ლაზერები lock-in step, ხევიან ზუსტად იმავე ფაზით. კვანტური მექანიკა საშუალებას აძლევს სისტემებს სინქრონიზდნენ გზებით, რომლებიც შეუძლებელია კლასიკურად. ან განვიხილოთ ბოზ-აინსტეინ კონდენსატი. 1995 წელს ერიკ კორნელმა და კარლ ვაიმანმა კოლორადოს უნივერსიტეტიდან პირველად შექმნეს ეს ეგზოტური მდგომარეობა მატერიის. ისინი გაციებეს რუბიდიუმის ატომების ღრუბელი თითქმის აბსოლუტურ ნულამდე, ნაკლები ვიდრე 1 მილიონედი გრადუსი აბსოლუტურ ნულზე ზემოთ. ამ ტემპერატურაზე ათასობით ატომი თავსდებიან ერთ იდენტურ კვანტურ მდგომარეობაში. ისინი ყველა იქცევიან როგორც ერთი გიგანტური ატომი, სრულყოფილად სინქრონიზირებული. ეს არ არის უბრალო ფიზიკური კურიოზიტეტი. ბოზ-აინსტეინ კონდენსატი აჩვენებს, რამდენად რადიკალურად შეიძლება კვანტური სინქრონიზაცია იყოს. ათასობით ინდივიდუალური ნაწილაკი კარგავენ თავიანთ ინდივიდუალურობას და ხდებიან ერთი კოლექტიური სუბიექტი. მათ აღარ გააჩნიათ ცალკე ადგილმდებარეობები, ცალკე მომენტები. ისინი არიან ყველგან და ყოველთვის ერთად. ზედა პოზიცია, რომელსაც არ შეუძლია დაშლა. შეიძლება ჩვენი სამყარო თავად არის რაღაცა მსგავსი. ადრეული სამყარო, უმაღლესად ცხელი, უმაღლესად მკვრივი. იყო სტანში, სადაც ყველაფერი იყო დაგსაქსული, სინქრონიზირებული. როგორც სამყარო გაცივდა და გაფართოვდა, კავშირები შეიკა. პარტიკლები გახდნენ დამოუკიდებელი, გალაქტიკები გაიყვნენ ერთმანეთს. მაგრამ ღრმად, კვანტურ დონეზე იმ ძველი კორელაციები კვლავ არსებობენ. სამყარო იხსენებს თავის ერთიანობას. ახლა დავბრუნდეთ შენზე. შენ კითხულობ ამ სიტყვებს. შენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას. ნეირონები რხევენ, სინაფსები აქანებენ. და ამ პროცესში შენ ქმნი დროს. არა სამყაროს ობიექტურ დროს, არამედ შენს სუბიექტურ გამოცდილებას დროისა, შენს შეგრძნებას ახლა, შენს მეხსიერებას წარსულისა, შენს ანტიციპაციას მომავლისა. ეს გამოცდილება დროისა არ არის ილუზია. ეს არის რეალური, ვალიდური, ისევე ფუნდამენტური, როგორც სამყაროს ობიექტური სტრუქტურა. მაგრამ ეს არის სხვადასხვა ტიპის რეალობა. ობიექტური რეალობა, სივრცე დრო, კვანტური ველები, კურვატურა გრავიტაციის, არსებობს დამოუკიდებლად შენგან. მაგრამ სუბიექტური რეალობა, შენი გამოცდილება, ფერებისა, ხმებისა, ემოციებისა, დროისა, არსებობს მხოლოდ შენი ცნობიერების კონტექსტში. და მაინც, ეს ორი რეალობა არ არიან განცალკევებული, ისინი არიან დაკავშირებული. შენი სუბიექტური გამოცდილება წარმოიქმნება ობიექტური პროცესებიდან,
ფოტონები, რომლებიც ხვდებიან შენს თვალებში, ელექტრონები, რომლებიც მოძრაობენ ბიტს მოძრაობენ შენს ნეირონებში, მოლეკულები, რომლებიც იცვლებიან ფორმას შენს უჯრედებში. და თქვენი სუბიექტური გამოცდილება გავლენას ახდენს ობიექტურ სამყაროზე. შენი გადაწყვეტილებები გადააწყობენ შენს სხეულს, რაც გადააწყობს ატომებს, რაც ცვლის კვანტურ მდგომარეობებს. რეალობა არის არაერთი ან მეორე, არა მხოლოდ ობიექტური, არა მხოლოდ სუბიექტური. რეალობა არის ორივე ერთად, არა გამოყოფილი. შენ როგორც ცნობიერი არსება დგახარ კავშირში. შენ ხარ ის, სადაც ობიექტური გახდება სუბიექტური, სადაც კვანტური მდგომარეობები გახდებიან კონკრეტული გამოცდილება, სადაც პოტენციური გახდება რეალური. შენ დგახარ ამ მომენტში, კითხულობ ამ სიტყვებს და შენი ტვინი ამუშავებს ინფორმაციას დაახლოებით 100 მილიარდ ოპერაციას წამში. მაგრამ აი რაც სინამდვილეში ხდება იმავდროულად. შენი სხეულის ყოველ ატომში ელექტრონები რხევენ ორბიტალებზე. ეს რხევები არ არის დამოუკიდებელი, ისინი დაგსაქსულია, კვანტურად დაკავშირებული ერთმანეთთან და გარე სამყაროსთან. როდესაც ფოტონი შედის შენს თვალში, იგი ურთიერთქმედებს ელექტრონთან შენს რეტინაში. ეს ურთიერთქმედება არ არის იზოლირებული მოვლენა. ის არის ნაწილი უზარმაზარი გლობალური კვანტური ქსელისა, რომელიც აკავშირებს ყველაფერს ყველაფერთან. 2017 წელს ვენაში ჯიანვეი პანის ჯგუფმა ჩინეთის მეცნიერებათა აკადემიიდან განახორციელა ექსპერიმენტი, რომელიც ჩანს როგორც სამეცნიერო ფანტასტიკა. ისინი გაუშვეს თანამგზავრი სახელწოდებით მიციუსი კოსმოსში. ამ თანამგზავრიდან ისინი შექმნეს დაგსაქსული ფოტონების თხრილები და გაგზავნეს ისინი ორი განსხვავებული ლაბორატორიისკენ დედამიწაზე, რომლებიც იყვნენ 1200 კილომეტრის მოშორებით ერთმანეთისგან. მიუხედავად ამ უზარმაზარი მანძილისა, როდესაც ერთი ფოტონის მდგომარეობა იზომებოდა ერთ ლაბორატორიაში, მეორე ფოტონის მდგომარეობა მკრისიერად გამოვლინდა მეორე ლაბორატორიაში. არა იმიტომ, რომ სიგნალი გავიდა მათ შორის, არამედ იმიტომ, რომ მანამდე ისინი იყვნენ ერთი, განუყოფელი კვანტური სისტემა. ეს არ არის თეორია, ეს არის ფუნქციონირებადი ტექნოლოგია. 2021 წელს ჯონ პრესკილმა, ფიზიკოსმა კალთეკიდან, გამოაქვეყნა შედეგები, რომლებიც აჩვენებენ, რომ Google-ის კვანტური კომპიუტერი სიკამორე შეასრულა გამოთვლა, რომელსაც 3 წუთი დასჭირდა, მაგრამ რომელსაც ყველაზე მძლავრ კლასიკურ სუპერკომპიუტერს დასჭირდებოდა 10,000 წელი. როგორ? იმიტომ, რომ კვანტური კომპიუტერი არ ამუშავებს ინფორმაციას თანმიმდევრობით. იგი ამუშავებს ინფორმაციას პარალელურად, იყენებს ზედაპოზიციას, რათა იკვლიოს ყველა შესაძლო პასუხი ერთდროულად. IBM-მა 2023 წელს გამოაცხადა მათი კონდორი, კვანტური ჩიპი, რომელიც შეიცავს 1129 კვანტურ ბიტს, კიუბიტებს. თითოეული კიუბიტ შეიძლება იყოს 0 და 1 ერთდროულად. 2 კიუბიტი შეიძლება იყოს 4 მდგომარეობაში ერთდროულად. 3 კიუბიტი 8 მდგომარეობაში. 1129 კიუბიტი შეიძლება იყოს 2118 ხარისხში მდგომარეობებში ერთდროულად. ეს რიცხვი აღემატება ატომების რაოდენობას დაკვირვებად სამოშიათ სამყაროში. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე გამოთვლითი სიძლიერე. 2025 წელს, მხოლოდ 1 წლის წინ, ამსტერდამის უნივერსიტეტში რონალდ ჰანსონმა და მისმა გუნდმა დააჩვენეს კვანტური ინტერნეტის პროტოტიპი. 3 ქალაქი ჰოლანდიაში, დელფტი, ჰააგა და როტერდამი დაუკავშირდნენ კვანტური კავშირებით. ინფორმაცია გადაიტანა არა კლასიკური ბიტებით, არამედ დაგსაქსული კიუბიტებით. ეს ნიშნავს, რომ კომუნიკაცია ფუნდამენტურად დაცულია. ხოველი მცდელობა მესამე მხარის მიერ მოსმენისთვის მხისიერად დაარღვევს დაგსაქსვას და გამოავლენს შეღწევას. ჩინეთმა უკვე გაშვა კვანტური კომუნიკაციის სატელიტები. 2024 წელს ისინი დააყენეს კვანტური ქსელი, რომელიც აკავშირებს ბეიჯინგს, შანჰაის და კიდევ 30-ზე მეტ ქალაქს 2500 კილომეტრის ოპტიკური ბოჭკოებით. ამერიკამ, ევროპამ, საპონიამ ყველანი ავითარებენ მსგავს ქსელებს. შემდეგი 10 წლეულის განმავლობაში კვანტური ინტერნეტი შეიძლება გახდეს რეალობა და როდესაც ეს მოხდება, ეს არ იქნება უბრალოდ უფრო სწრაფი ინტერნეტი. ეს იქნება ფუნდამენტურად განსხვავებული ტიპის ქსელი. ქსელი, რომელიც იყენებს კვანტურ დაგსაქსვას, რათა შექმნას კავშირები, რომლებიც არ არსებობს კლასიკურ სამყაროში. ახლა წარმოედგინე, რას ნიშნავს ეს შენი ცხოვრებისთვის პრაქტიკულად. დღეს, როდესაც გააგზავნის შეტყობინებას ინტერნეტით, ის მოგზაურობს როგორც ელექტრული სიგნალები, მავთულებით ან ოპტიკური პულსები ბოჭკოებით. ნებისმიერ წერტილში ვინმეს შეუძლია გადაჭრა, გადააკოპიროს, წაიკითხოს ეს ინფორმაცია. კრიპტოგრაფია დაცავს მას. რთული მათემატიკური კოდები, რომელთა გატეხვა რთულია, მაგრამ არაშეუძლებელი. მაგრამ კვანტური კომუნიკაციით, თუ ვინმე შეეცდება წაიკითხოს შეტყობინება, თვით აქტი დაკვირვებისა შეცვლის ინფორმაციას. შენ ხისიერად გეცოდინება, რომ შეღწევა მოხდა. ბანკები უკვე იყენებენ ამას.
2023 წელს JP Morgan Chase-მა დანერგა კვანტური კრიპტოგრაფია ფინანსური ტრანზაქციებისთვის ნიუ-იორკსა და ნიუ-ჯერსის შორის. ID Quantic, შვეიცარიული კომპანია, კიდის კვანტური შეცდენის დისტრიბუციის სისტემებს, რომლებსაც იყენებენ მთავრობები და კორპორაციები. დაცვის სააგენტოები ათობით ქვეყანაში ავითარებენ კვანტურ რადარებს, რომლებსაც შეუძლიათ აღმოაჩინონ stealth თვითმფრინავები და მოპარული ხომალდები. მაგრამ აქ არის რაღაც, რაც უფრო ფუნდამენტურია ვიდრე ტექნოლოგია. აი კითხვა. თუ ორი ნაწილაკი შეიძლება იყვნენ დაგსაქსული ათასობით კილომეტრის მოშორებით და მაინც იქცევიან როგორც ერთი სისტემა, რატო არა შენი ტვინის ნეირონები? რატო არა შენი სხეულის უჯრედები? რატო არა შენ და გარემო, რომელშიც ცხოვრობ? 2021 წელს ტრინიტი კოლეჯში დუბლინში, ირლანდიაში, ჯონ ჯო მაკფადენმა და ჯონ ჯო სმითმა გამოაქვეყნეს თექვერდნეს თეორია, რომლის თანახმად ცნობიერება შეიძლება დაკავშირებული იყოს ელექტრომაგნიტურ ველს ტვინში. ველს, რომელიც ქმნიან ბილიონობით ნეირონები, რომლებიც აქანებენ სინქრონულად. ეს ველი არ არის უბრალოდ ნეირონული აქტივობის ნაწარმი. იგი შეიძლება აქტიურად გავლენას ახდენდეს ნეირონებებზე, ქმნიდეს უკუკავშირის მარკურს. მარკურს და თუ ეს ველი ემორჩილება კვანტურ კანონებს, რაც ის უნდა აკეთებდეს ფუნდამენტურ დონეზე, მაშინ ცნობიერება შეიძლება იყოს კვანტური ფენომენი. მაგრამ, და ეს არის უზარმაზრად მნიშვნელოვანი მაგრამ, მოდით ვიყოთ აბსოლუტურად გულწრფელები ერთმანეთთან ამწამს. მე ვიცი რაზე ფიქრობ ახლა. მე სრულ ყოფილად ვესმი შენ სკეპტიციზმს. შენ ფიქრობ, ეს ყველაფერი რთულია კარგი, მაგრამ ჟურნალისტები და ბლოგერები წლობით მიყიდოდნენ იდეას, რომ შენი აზრები ქმნიან რეალობას, რომ კვანტური ფიზიკა ადასტურებს ლაც პრივლეჩენიას, რომ შენ შეგიძლია მატერიალიზო ფული თავისი ვიზუალიზაციით. ეს კვანტური მისტიკა არა მეცნიერება. და შენ აბსოლუტურად მართალი ხარ. მოდით ვთქვათ ეს გარკვევით და მკაფიოდ. უმეტესობა იმისა, რასაც უწოდებენ კვანტურ გამოჯამთელებას, კვანტურ მანიფესტაციას, კვანტურ ცნობიერებას პოპულარულ მედიაში არის სრული სისულელე. ეს არის pseudoscience, რომელიც იყენებს კვანტური მექანიკის რთულ ტერმინოლოგიას, რათა შეღებოს მისტიკური იდეები მეცნიერული ავტორიტეტით. არა, შენ არ შეგიძლია გამოიკურნო კიბო კვანტური ენერგიით. არა, შენ არ შეგიძლია მიზიდო სიმდიდრე კვანტურ ვიბრაციებთან აკვანით. არა, კვანტური მექანიკა არ ამბობს, რომ ყველაფერი შესაძლებელია, თუ ამას რამე რწამს. ეს ყველაფერი არის მანიპულაცია, რომელიც იყენებს ფიზიკის ტერმინოლოგიას იმ ადამიანების ფულის ამოსაღებად, რომლებიც ეძებენ პასუხებს და იმედს. კვანტური ფიზიკა არ არის მაგიური აზროვნება. ის არის ზუსტი მათემატიკური მეცნიერება, რომელიც აღწერს, როგორ იქცევა ნივთი და ენერგია მასშტაბებზე ატომებისა და სუბატომური ნაწილაკების. ის არ ადასტურებს, რომ შენი ფიქრები შექმნიან შენს რეალობას იმ გზით, როგორც პოპულარული წიგნები ამტკიცებენ. ის არ ამბობს, რომ შეგიძლია შეცვალო ფიზიკური რეალობა პირდაპირ თავისი გონებით, უგულებელყოფდე ფიზიკის კანონებს. მაშ, რა ამბობს კვანტური ფიზიკა რეალურად? ის ამბობს, რომ ატომურ და სუბატომურ მასშტაბებზე, არა მაკროსკოპულ დონეზე, შენი სხეულის ან შენი საბანკო ანგარიშის ნაწილაკები ქცევიან განსხვავებულად ვიდრე ყოველდღიური ობიექტები. ისინი შეიძლება იყვნენ რამდენიმე მდგომარეობაში ერთდროულად, სანამ რაიმე არ ურთიერთქმედებს მათთან. როდესაც ხდება ურთიერთქმედება, ზომვა, დაკვირვება, ფიზიკური კონტაქტი, ნაწილაკი ირჩევს კონკრეტულ მდგომარეობას. ის ამბობს, რომ ორი ნაწილაკი, რომლებიც ურთიერთქმედებდნენ წარსულში, შეიძლება დარჩნენ დაგსაქსულნი. კავშირში, რომელიც ნიშნავს, რომ ერთის გაზომვა მკისიერად გავლენას ახდენს მეორეზე, მიუხედავად მანძილისა. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შენ შეგიძლია გაუგზავნო შეტყობინებები სინათლის სიჩქარეზე სწრაფად. ეს არ ნიშნავს, რომ შენს ფიქრებს აქვთ მისტიური ძალა გავლენა მოახდინონ სხვა ადამიანებზე. ის ამბობს, რომ მკვირველის როლი არის მნიშვნელოვანი, მაგრამ მკვირველი არ ნიშნავს ცნობიერ გონიერ არსებას. მკვირველი ფიზიკაში ნიშნავს ნებისმიერ ფიზიკურ სისტემას, რომელიც ურთიერთქმედებს კვანტურ სისტემასთან, დეტექტორს, ატომს, ფოტონს, ნებისმიერს. როდესაც ფიზიკოსი ამბობს დაკვირვება ცვლის ნაწილაკის ქცევას, ისინი არ გულისხმობენ, რომ ნაწილაკი იცის, რომ თქვენ უყურებთ მას. ისინი გულისხმობენ, რომ ნებისმიერი ფიზიკური ურთიერთქმედება, მათ შორის გაზომით აპარატით, ცვლის სისტემას. მაგრამ და აქ არის ის, რაც აბსოლუტურად რეალურია და აბსოლუტურად მკვეთრი, როდესაც ყველა ამ გასაგებების შემდეგ არსებობს რაღაც ფუნდამენტურად უცნაური რეალობის ბუნებაში. ნივთი და ენერგია ფუნდამენტურ დონეზე არ არის ის, რასაც ჩვენ ფიქრობდით. ნაწილაკები არ არის პატარა ბურთები, რომლებიც მოძრაობენ კონკრეტულ გზებზე. ისინი არის ალბათობის ღრუბლები, რომლებიც ყოფენ გასფრშეულად პოტენციალურ არსებობაში, სანამ რაღაც ფიზიკური ურთიერთქმედება არ ყოფს მათ კონკრეტულ რეალობაში. რეალობა არ არის კოლექცია დამოუკიდებელი ობიექტებისა.
ის არის ურთიერთდაკავშირებული ქსელი ურთიერთქმედებების. ყველაფერი რაც არსებობს ურთიერთობაში ყველაფერთან. სიცარიელი, რომელსაც ვფიქრობთ როგორც ცარიელ სივრცეს, სავსეა კვანტური ველებით, რომლებიც უწყვეტად ქმნიან და აანადგურებენ ვირტუალურ ნაწილაკებს. 1958 წელს ჰენდრიკ კასიმირმა წინასწარ გამოთქვა, რომ ორი ელექტრურად ნეიტრალური მეტალის ფირფიტის, რომელნიც განლაგებულნი არიან ძალიან ახლოს ერთმანეთთან ვაკუუმში, უნდა იზიდავდნენ ერთმანეთს. ეს არ იყო გრავიტაცია, ეს არ იყო ელექტრომაგნიტიზმი. ეს იყო ზეწოლა თავად კვანტურ ცარიელიდან. ფაქტი, რომ შორის ფირფიტებს შეიძლება არსებობდნენ ნაკლები ვირტუალური ფოტონები ვიდრე გარეთ, ქმნიდა წმინდა ძალას. 1957 წელს ეს ეფექტი გაიზომა და დადასტურდა. 2005 წელს სტივ ლამორუხმა ელედის უნივერსიტეტში აჩვენა, რომ კასიმირის ძალა შეიძლება გამოყენებული იქნას ნანომასშტაბურ მოწყობილობებში. სიცარიელი არ არის ცარიელი. სივრცე არ არის პასიური კონტეინერი. სივრცე თავად არის დინამიური არსება, სავსე ენერგიით, რომელიც უწყვეტად ბუდბუდებს, ქმნის, აანადგურებს, ხევის. და შენი სხეული, შენი ტვინი, შენი ცნობიერება, შენ ყველაფერი ეს ხარ ჩაშლილი ამ დინამიურ, ფუნდამენტურად კვანტურ რეალობაში. ახლა აი გადამწყვეტი კითხვა, და ის არის პატიოსანი, მეცნიერული კითხვა, რომელზეც ჩვენ ჯერ არ გვაქვს სრული პასუხი. რა როლს თამაშობს ცნობიერება ყველა ამაში? არის ცნობიერება მხოლოდ ეეპიფენომენონი, გვერდითი პროდუქტი კომპლექსური გამოთვლებისა ტვინში, რომელსაც არ აქვს დამოუკიდებელი კაუზალური ძალა? ან არის ცნობიერება რაღაც უფრო ფუნდამენტური, თვისება, რომელიც გამოჩნდება, როდესაც ინფორმაცია ინტეგრირდება და ამუშავდება გარკვეული გზებით? ჯულიო ტონონმა, ნეირომეცნიერმა უისკონსინის უნივერსიტეტიდან, შეიმუშავა თეორია სახელწოდებით ინტეგრირებული ინფორმაციის თეორია, IIT. მისი იდეა არის, რომ ცნობიერება წარმოიქმნება, როდესაც სისტემა ამუშავებს ინფორმაციას ინტეგრირებულად. როდესაც ინფორმაცია არის 10 ინფორმაცია, არის უფრო მეტი, ვიდრე უბრალოდ ჯამი მისი ნაწილების. მან განავითარა მათემატიკური საზომი, P, რომელიც რაოდენობრივად განსაზღვრავს ინტეგრირებულ ინფორმაციას სისტემაში. 2023 წელს მისი ჯგუფმა აჩვენა, რომ P უფრო მაღალია ტვინის რეგიონებში, რომლებიც აქტიურია ცნობიერი გამოცდილებისას, ვიდრე უბნებში, რომლებიც ამუშავებენ ინფორმაციას ცნობიერების გარეშე. მაგრამ აქ არის პრობლემა. IIT არ ამბობს ცნობიერება საიდან მოდის. ის აღწერს, რა სისტემებში უნდა იყოს ცნობიერება, მაგრამ არა რატომ ან როგორ. რთული პრობლემა ცნობიერების, როგორც უწოდა დევიდ ჩალმერსმა 1995 წელს, რჩება გამოუხსნელი. რატომ არსებობს სუბიექტური გამოცდილება საერთოდ? რატომ არის რაღაც როგორც იყო ყოფნა შენი? ეს არ არის უბრალოდ ფილოსოფიური კითხვა. ეს არის მეცნიერული კითხვა, რომლისთვისაც ჩვენ ჯერ არ გვაქვს ადეკვატური ექსპერიმენტი მეთოდული მეთოდები. ჩვენ შეგვიძლია გავზომოთ ნეირონული აქტივობა. ჩვენ შეგვიძლია გავაანალიზოთ ინფორმაციის ნაკადები, მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორ გავზომოთ სუბიექტური გამოცდილება თავად. როგორია წითელი ფერის ნახვა, მუსიკის მოსმენა, სიყვარულის შეგრძნება. და აქ არის, სადაც კვანტური ფიზიკა გვთავაზობს არა პასუხებს, არამედ ახალ კითხვებს, სწორ მეცნიერულ კითხვებს. თუ კვანტური მექანიკა მართალია და ის არის დადასტურებული ბილიონობით ექსპერიმენტით, მაშინ ფიზიკური რეალობა არ არის დეტერმინისტული. ატომურ დონეზე არსებობს ფუნდამენტური ინდეტერმინაცია. როდესაც რადიოაქტიური ატომი იშლება, ამის დრო არ არის დეტერმინირებული. ის არის ალბათური. შეგვიძლია გავზომოთ ნახევარი ცხოვრება, დრო, რომლის განმავლობაშიც ნახევარი ატომებისა იშლებიან, მაგრამ ვერ ვიტყვით ზუსტად რა მომენტში კონკრეტული ატომი იშლება. ეს ინდეტერმინაცია არ არის უბრალოდ ცოდნის ნაკლებობა. ეს არ არის, რომ რეალურად ატომი იცის, როდის უნდა იშალოს და ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. არ ვიცით. ჰაიზენბერგის განუსაზღვრულობის პრინციპის თანახმად, ეს ინდეტერმინაცია არის ფუნდამენტური თვისება რეალობისა. სამყარო ატომურ დონეზე არ არის საათის მექანიზმი. ის არის ალბათობების თამაში. რას ნიშნავს ეს თავისუფალი ნებისთვის? თუ შენი ტვინი არის შედგენილი ატომებისგან და ატომები ქცევიან ინდეტერმინისტულად, არის თუ არა სივრცე თავისუფალი ნებისთვის ამ ინდეტერმინაციაში? უმეტესი ნეირომეცნიერები და ფიზიკოსები ამბობენ არა. ისინი არგუმენტირებენ, რომ კვანტური ეფექტები ატომურ დონეზე ექვალებიან, როდესაც აღწევ მაკროსკოპულ დონეს ნეირონების და ტვინის. დეკოჰერენცია იწვევს, რომ კვანტური სუპერპოზიციები სწრაფად იშლებიან. ის, რასაც ნეირონები აკეთებენ, არის საშუალო ბილიონობით ატომური ურთიერთქმედებისა და ეს საშუალო არის ეფექტურად კლასიკური. მაგრამ ზოგიერთი მეცნიერი არ არის დარწმუნებული. ჰენრი სტაპმა, ფიზიკოსმა, რომელიც მუშაობდა ლორენს ბერტლის ნაციონალურ ლაბორატორიაში, არგუმენტირებს, რომ ცნობიერების აქტი, გადაწყვეტილების მიღება, ყურადღების განთავსება,
შეიძლება დაკავშირებული იყოს კვანტური ტალღური ფუნქციების კოლაფსთან. არა იმ მარტივი გზით, რომ შენი ფიქრები ქმნიან რეალობას, არამედ უფრო დახვეწილი გზით. შენი ცნობიერების აქტი შეიძლება იყოს ერთგვარი ბიოლოგიური გაზომვა, რომელიც ირჩევს კონკრეტულ შედეგებს კვანტური ალბათობებიდან შენს ტვინში. ეს თეორია წარმოგუდგენლად სპეკულატიურია. არ არსებობს დადასტურებული ექსპერიმენტული მტკიცებულება მისთვის, მაგრამ, და ეს არის მთავარი, ის არ არის გამორიცხული მეცნიერული კვლევიდან. მეცნიერება არის პროცესი კითხვის, ტესტირების, გადახედვის. ჩვენ არ ვიცით, სად დასრულდება ეს კითხვები. მოდით დაუბრუნდეთ კონკრეტულს, რეალურს, გაზომვაც. შენი ტვინი ახლა, როგორც კითხულობ ამ სიტყვებს, იყენებს დაახლოებით 20 ვატ ენერგიას, იგივე რაც მცირე ნათურა. ეს ენერგია გამოიყენება იონების მოსატანად მემბრანებზე, ნეიროტრანსმიტერების სინთეზირებისთვის, პროტეინების წარმოებისთვის. ყოველ წამს შენს ტვინში მიედინება დაახლოებით 500 მილილიტრი სისხლი. ეს სისხლი მოაქვს ჟანგბადს და გლუკოზას, აშორებს CO2-ს და სხვა ნარჩენ პროდუქტებს. თითოეული ამ პროცესის, თითოეული მოლეკულის მოძრაობის, თითოეული ქიმიური რეაქციის, თითოეული ელექტრული იმპულსის ფუნდამენტურად რეგულირდება კვანტური მექანიკით. ელექტრონები, რომლებიც ზიან გლუკოზის მოლეკულებში, მოძრაობენ კვანტური კანონების თანახმად. პროტონები, რომლებიც ტუნელირებენ შორის მოლეკულებს, აკეთებენ ამას კვანტური ტუნელირების საშუალებით. ფოტონები, რომლებიც ურთიერთქმედებენ რეტინაში, ქმნიან სიგნალებს კვანტურ პროცესების მეშვეობით. შენი გამოცდილება ამ მომენტის. ფერები, რომლებსაც ხედავ, ხმები, რომლებსაც გძნობ, აზრები, რომლებიც გაქვს, წარმოიქმნება ამ ბილიონობით მიკროსკოპული კვანტური მოვლენიდან. ისინი კოლექტიურად ქმნიან მაკროსკოპულ პატერნს, რომელიც არის შენი ცნობიერი გამოცდილება. და აქ არის რაღაც, რაც აბსოლუტურად საოცარია. ეს გამოცდილება, შენი შეგრძნება, იყო ცნობიერი, შენი შეგრძნება მე, შენი გამოცდილება რეალობისა, არ არის ილუზია. ის არის რეალური, როგორც ელექტრონი, როგორც ფოტონი, როგორც გალაქტიკა. ის არის განსხვავებული ტიპის რეალობა, სუბიექტური რეალობა, მაგრამ რეალობა მაინც. სამყარო არ არის მხოლოდ ობიექტური ფაქტები, სამყარო არის ასევე სუბიექტური გამოცდილებები, და ეს ორი გააჩნია, ისინი არ არის განცალკევებული. სუბიექტური წარმოიშვება ობიექტურიდან და გავლენას ახდენს ობიექტურზე. შენი გამოცდილება წარმოიშვება ფიზიკური პროცესებიდან შენს ტვინში და შენი გამოცდილება გავლენას ახდენს შენს ქმედებებზე, რაც ცვლის ფიზიკურ სამყაროს. შენ არ ხარ გარედან დამკვირვებელი რეალობისა, შენ ხარ ნაწილი მისა. შენი ცნობიერების აქტი არის ნაწილი კოსმიური პროცესის, რომლითაც სამყარო იცნობს საკუთარ თავს. შენი თვალების საშუალებით სამყარო ხედავს ვარსკვლავებს. შენი გონების საშუალებით სამყარო აზროვნებს კვანტურ მექანიკაზე. შენი გულის საშუალებით სამყარო გძნობს სიყვარულს, ტკივილს, სიხარულს. ეს არ არის მისტიკა, ეს არის რეალობა. მაშ, აი სადაც ჩვენ ვართ ამ მოგზაურობის ბოლოს. სამყარო, რომელშიც არ არსებობს ობიექტები ცნობიერების გარეშე, არ არსებობს ცნობიერება ობიექტების გარეშე. არ არსებობს გამყოფი ხაზი, სადაც აქ ბოლოვდება შენ და იწყება სამყარო. არსებობს მხოლოდ უწყვეტი პროცესი, ურთიერთქმედება, შექმნა, ფორმირება რეალობისა. მაგრამ აქ წარმოიშვება კითხვები, რომლებზეც თანამედროვე მეცნიერება ვერ იძლევა დამაკმაყოფილებელ პასუხებს. და არა იმიტომ, რომ მეცნიერები არ არიან საკმარისად ჭკვიანები, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ შეიძლება მივაღწიეთ ფუნდამენტურ საზღვრებს იმისა, რასაც შეგვიძლია ვიცოდეთ. წარმოიდგინე ფიზიკოსი, რომელიც ცდილობს აგების სრულყოფილი თეორია ყველაფრისა. თეორია, რომელიც აერთიანებს კვანტურ მექანიკას და ზოგად ფარდობითობას, აღწერს ყველა ძალაძალას, ყველა ნაწილაკს, ყველა ურთიერთქმედებას. სტრუნების თეორია, loop quantum gravity, მრავალჯერადი სამყაროები, ბოლო 40 წლის განმავლობაში შემუშავებულია ათობით კანდიდატი თეორიები. მაგრამ არც ერთი მათგანი არ არის დამტკიცებული. არც ერთი არ არის ექსპერიმენტულად ვერიფიცირებადი ამჟამინდელი ტექნოლოგიით. რატომ? იმიტომ, რომ ამ თეორიებს ესაჭიროებათ ექსპერიმენტები პლანკის მასშტაბზე. მასშტაბი იმდენად პაწაწინა, იმდენად ფუტაძინენად ფუნდამენტური, რომ ცალკეული კვანტური ფლუქტუაციები სივრცის და დროის თავად ხდება მნიშვნელოვანი. ეს არის დაახლოებით 1 მილიარდედი მეტრი. ამ მასშტაბის დასათვალიერებლად საჭიროა ნაწილაკების დაჩქარება ენერგიებამდე, რომლებიც მილიონობით მეტია, ვიდრე ჩვენს ყველაზე მძლავრ დაჩქარებელს. ან გამოითქვა სხვაგვარად. ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად საჭიროა აშენდეს კოლაიდერი, რომელიც იქნება 100 ჯერ უფრო დიდი ვიდრე მთელი მზის სისტემა. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა შევთხვიდოთ კითხვა, პირიქით, მაგრამ ეს ნიშნავს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ღია იმის მიმართ, რომ ზოგიერთი კითხვა შეიძლება გასცდეს ექსპერიმენტული დადასტურების შესაძლებლობებს.
შესაძლოა არსებობს ჭეშმარიტებები რეალობის შესახებ, რომლებიც არ არის ხელმისაწვდომი ჩვენთვის. არა იმიტომ, რომ ისინი მისტიკურია, არამედ იმიტომ, რომ ჩვენ ვართ შეზღუდული არსებები, შეზღუდულ სამყაროში. განვიხილოთ კიდევ უფრო ღრმა პრობლემა. კვანტური მექანიკის ინტერპრეტაციების ფსიების პრობლემა. ჩვენ გვაქვს მათემატიკა, რომელიც მუშაობს შესანიშნავად. შრედინგერის განტოლება, ჰაიზენბერგის განუსაზღვრელობის პრინციპი, დირაკის განტოლება. ყველა ეს წარმატებით პროგნოზირებს ექსპერიმენტულ შედეგებს 12-ათობითი ციფრის სიზუსტით. მაგრამ რას ნიშნავს ეს მათემატიკა? რა არის რეალურად ტალღური ფუნქცია? ეს კითხვა რჩება ღიად 100 წლის შემდეგ. კოპენჰაგენის ინტერპრეტაცია ამბობს: ტალღური ფუნქცია აღწერს ჩვენს ცოდნას სისტემის შესახებ, არა თვით სისტემას. მრავალჯერადი სამყაროების ინტერპრეტაცია ამბობს: ტალღური ფუნქცია არ იშლება, ყოველი შესაძლო შედეგი რეალიზდება განსხვავებულ პარალელურ სამყარებში. დე ბროილბომის თეორია ამბობს: არსებობს ფარული, დეტერმინისტული რეალობა კვანტურ ფენომენების ქვეშ. რელაციური კვანტური მექანიკა ამბობს: რეალობა არ არის აბსოლუტური. ის დამოკიდებულია დამკვირვებლის რეფერენციულ ჩარჩოზე. რომელი მართებულია, არავინ იცის. და აქ არის რაც საოცარია. შესაძლოა ჩვენ არასოდეს გავიგოთ. შესაძლოა ყველა ეს ინტერპრეტაცია არის ემპირიულად ეკვივალენტური. ისინი ყველა აკეთებენ ერთნაირ პროგნოზებს ყველა შესაძლო ექსპერიმენტისთვის, მაგრამ სთავაზობენ რადიკალურად განსხვავებულ ონტოლოგიებს. თუ ეს სწორია, მაშინ არჩევანი ინტერპრეტაციას შორის არ არის მეცნიერული საკითხი, ეს არის ფილოსოფიური არჩევანი. ეს არის არჩევანი იმის შესახებ, რა ტიპის სამყარო გინდა რწმენა რომ ცხოვრობ. ან განვიხილოთ კიდევ ერთი ფუნდამენტური უცოდინრობის სფერო: ბნელი მატერია და ბნელი ენერგია. 1970 წლებში ვერა რუბინმა აღმოაჩინა, რომ გალაქტიკები ბრუნავენ ძალიან სწრაფად იმაზე, რასაც მათი ხილული მასა ნებას მოსცემდა. ან არსებობს უხილავი მატერია, ბნელი მატერია, რომელიც ქმნის დამატებით გრავიტაციას. ან ჩვენი გაგება გრავიტაციის არ არის სწორი. 1990 წლებში კოსმოლოგებმა აღმოაჩინეს, რომ სამყაროს გაფართოება აჩქარებს. მიზეზი? რაღაც სახელწოდებით ბნელი ენერგია, რომელიც ავსებს სივრცეს და უტყამს გალაქტიკებს ერთმანეთისგან. დღეს ჩვენ ვფიქრობთ, რომ ხილული მატერია, ატომები, ვარსკვლავები, პლანეტები, ყველაფერი, რასაც ოდესმე დაგინახავს ან დაგიხვდება, ქმნის მხოლოდ 5% სამყაროს მთლიანი მასა ენერგიისა. დაახლოებით 27% არის ბნელი მატერია. დაახლოებით 68% არის ბნელი ენერგია. ჩვენ არ ვიცით რა არის ეს. ჩვენ ვიცით მხოლოდ რომ ის არის იქ, იმიტომ რომ ხედავთ მის გრავიტაციულ ეფექტებს. 2023 წელს ჯეიმს ვების კოსმოსურმა ტელესკოპმა აღმოაჩინა გალაქტიკები, რომლებიც ჩამოყალიბდნენ მხოლოდ 200 მილიონ წელს დიდი აფეთქების შემდეგ. ეს არის ძალიან ადრე, ძალიან სწრაფი გალაქტიკების ფორმირებისთვის ჩვენი მიმდინარე მოდელების თანახმად. შესაძლოა ჩვენი მოდელები არასრულია. შესაძლოა არსებობს რაღაც ფუნდამენტური, რასაც ჩვენ ხვდებით ადრეული სამყაროს შესახებ. და აქ არის ყველაზე დიდი უცოდინრობის სფერო, ცნობიერების წარმოშობა. როგორ უჯრედები, რომლებიც ინდივიდუალურად არ არიან ცნობიერი, ქმნიან კოლექტიურ ცნობიერებას. ბიერებას. როგორ ელექტრული სიგნალები და ქიმიური მოლეკულები იწვევენ სუბიექტურ გამოცდილებას, ფერებს, ხმებს, ემოციებს, აზრებს. ჩვენ ვიცით, რომ ცნობიერება კორელირებს ნეირონულ აქტივობასთან. ჩვენ ვიცით, რომელი ტვინის რეგიონები აქტიურია, როდესაც შენ ხედავ, სმენ, ფიქრობ, გრძნობ. მაგრამ კორელაცია არ არის გაუგებარი. ამას ნამდვილად სიფართული მატერიისა თავადანისა კიდევაც უფრო ძვირია. თაბიბი, ჩვენ არ ვიცით, რატომ ნეირონული აქტივობა შეიძლება იწვევდეს სუბიექტურ გამოცდილებას. არსებობს ახსნის უფსკრული. განსხვავება შორის აღწერას რას აკეთებს ტვინი და გაგებას რატომ გრძნობს იგი როგორც რაღაც. შესაძლოა ცნობიერება არის ემერგენტული თვისება. რაღაც რაც წარმოიქმნება, როდესაც ინფორმაციის დამუშავება აღწევს გარკვეულ კრიტიკულ რთულებას. შესაძლოა ცნობიერება არის ფუნდამენტური თვისება სამყაროსი, მსგავსად მასისა ან ელექტრული მუხტისა, პანფსიქიზმის იდეა, რომ ყველაფერს აქვს ცნობიერების გარკვეული სახე, თუნდაც უმარტივესი. შესაძლოა ცნობიერება არის კვანტური ფენომენი, დაკავშირებული ზედაპოზიციასთან და დაქსაქსვასთან. ჩვენ უბრალოდ არ ვიცით. და სიმართლე ის არის, რომ ჩვენ შეიძლება არასოდეს ვიცოდეთ სრულად. იმიტომ რომ ცნობიერება თავად არის ინსტრუმენტი, რომლითაც ვიკვლევთ რეალობას. როგორ შეგიძლია გამოიყენოთ ცნობიერება, რათა სრულად გააგოთ ცნობიერება? ეს არის შეცდომა თვით რეფერენციისა, პარადოქსი, რომელიც შეიძლება იყოს ფუნდამენტური შეზღუდვა. ახლა დაუბრუნდეთ აქ, ამ მომენტს, შენთან. დავიწყეთ კოსმოსით, გალაქტიკებით, ვარსკვლავებით, კვანტური ველებით, რომლებიც ავსებენ სივრცეს. გავიარეთ დროში, წარსულიდან მომავლის მიმართულებით, ან შესაძლოა პირიქით,
იმიტომ რომ კვანტურ დონეზე დრო არ მიედინება ერთი მიმართულებით. შევისწავლეთ ბიოლოგია, ინფორმაცია, ქსელები. დავინახეთ, როგორ მცენარეები იყენებენ კვანტურ ეფექტებს ფოტოსინთეზისთვის, როგორ მუტაციები იქნებიან კვანტური ტუნელირებით. შევაფასეთ ტექნოლოგიები, რომლებიც ახლა იშენება კვანტური კომპიუტერები, კვანტური კომუნიკაცია, კვანტური სენსორები. დავინახეთ, როგორ ადამიანობა მოიპოვებს უნარს მანიპულირება აკეთოს ინდივიდუალურ ატომებსა და ფოტონებზე. და შემდეგ დაუბრუნდით უკან. შენს ტვინს, შენს ცნობიერებას, შენს გამოცდილებას ამ მომენტის. იცოდე, ის, რასაც ახლა განიცდი, ამ სიტყვების კითხვა, ამ იდეების გააზრება, შესაძლოა გაოცება ან სკეპტიციზმი. რასაც გრძნობ, ეს ყველაფერი არის ნაწილი სამყაროს პროცესისა თვითშეცნობისა. კვანტური ველები, რომლებმაც იწყეს თავიანთი არსებობა 11 მილიარდ 100 მილიონ წლის წინ პლანკის დროის სიგრძეზე, გაფართოვდნენ, გაცივდნენ, კონდენსირდნენ ატომებად, ჩამოაყალიბეს ვარსკვლავები, რომლებმაც შექმნეს უფრო მძიმე ელემენტები, რომლებიც გაფანტულ იქნენ სუპერნოვების მიერ, კონდენსირდნენ ახალ ვარსკვლავებად და პლანეტებად, ერთ მათგანზე შექმნეს პირველი თვითრეპლიცირებადი მოლეკულები, გაიარეს 4 მილიარდი წლის ევოლუცია, ჩამოაყალიბეს ნერვული სისტემები, ტვინები, ცნობიერება. შენი ტვინი, რომელიც ახლა ამუშავებს ამ ინფორმაციას, არის ყველაზე კომპლექსური სტრუქტურა, რომელიც ცნობილია სამყაროში. ის შეიცავს უფრო მეტ ნეირონულ კავშირს, ვიდრე არის ვარსკვლავები ანდრომედას გალაქტიკაში. და თითოეული ამ კავშირიდან, თითოეული ნეირონული საქმიდან წარმოიქმნება რაღაც უჩვეულო, სუბიექტური გამოცდილება, შეგრძნება იყო მე. ის, რასაც ხედავ, როდესაც უყურებ ცას ღამით და ხედავ ვარსკვლავებს, ეს არ არის ვარსკვლავები თავად. ეს არის სინათლე, რომელიც გამოსცა ამ ვარსკვლავებმა წლობით ან საუკუნეობით ან მილიონობით წლის წინ. ეს არის ფოტონები, რომლებიც მოგზაურობდნენ კოსმოსური სივრცით, გადის გალაქტიკებს, ბნელი მატერიის ღრუბლებს, შეიძლება შავი ხვრელების გვერდით, სანამ არ მიაღწიეს შენს თვალს, შევიდნენ შენს რეტინაში, შეცვალეს რეტინალის მოლეკულები, გამოიწვიეს კასკადი ელექტრული სიგნალების შენს ოპტიკურ ნერვში, გაიწვიეს აქტივაცია შენი ვიზუალური კორტექსის და საბოლოოდ რაღაც გზით, რომელსაც ჩვენ კვლავ არ ვესმით, ჩამოაყალიბეს სუბიექტური გამოცდილება იმისა, ვხედავ ვარსკვლავს. ეს გამოცდილება, ეს ერთადერთი პირადი მომენტი აღქმისა, არის კულმინაცია ბილიონობით წლის კოსმიური ევოლუციისა. სამყარო უყურებს საკუთარ თავს შენი თვალების მეშვეობით. მაგრამ აქ არის ის, რაც მართლაც სისწრაფეა. შენ არა მხოლოდ უყურებ, შენ არა მხოლოდ ირებ ინფორმაციას. როდესაც დააკვირდები, როდესაც გაზომავ, როდესაც იხურები ფრთხილად, შენ მონაწილეობ პროცესში, რომლითაც რეალობა შექმნა კონკრეტულობას ალბათობიდან. აი კითხვა, რომელიც რჩება ღიად. არის ეს თქვენი როლი მხოლოდ ფიზიკური? ან არსებობს რაღაც უფრო ღრმა კავშირი შორის ცნობიერებასა და კვანტურ სამყაროს? შესაძლოა პასუხი არის, რომ ეს არის არასწორი კითხვა. შესაძლოა ცნობიერება და მატერია არ არიან ორი განცალკევებული კატეგორია. შესაძლოა ისინი არიან ორი ასპექტი, ერთი ფუნდამენტური რეალობისა, ურთიერთობის, ინფორმაციის, პროცესის. შესაძლოა კითხვა, როგორ ცნობიერება წარმოიქმნება მატერიიდან? არის ისეთივე დაბნეული, როგორც კითხვა, როგორ ტალღა წარმოიქმნება წყლიდან. ტალღა არ არის რაღაც განცალკევებული წყლისგან. ის არის წყლის გზა მოძრაობისა, წყლის მოდელი. შესაძლოა ცნობიერება არის არა რაღაც, რაც წარმოიქმნება მატერიიდან, არამედ მატერიის გზა ორგანიზებისა, ინფორმაციის მოდელი. მაგრამ ეს კვლავ არის მხოლოდ ჰიპოთეზა. ჩვენ დგავართ კიდეზე უცოდინრობისა და უყურებთ უფსკრუს, რომელიც სავსეა კითხვებით, რომელთა პასუხები შესაძლოა არასოდეს ვიპოვოთ. და შესაძლოა ეს კარგია. შესაძლოა სამყაროს ყველაზე ღრმა ჭეშმარიტება არის ის, რომ სრული ცოდნა შეუძლებელია. შესაძლოა ყოველი პასუხი ხსნის 10 ახალ კითხვას. შესაძლოა ცოდნის ნაცვლად, რაც ჩვენ უნდა ვისწრაფოდეთ, არის სიბრძნე, რეალობის მიღება იმისა, რომ ჩვენ ვართ პაწაწინა, სასრული არსებები, უსაზღრო, იდუმალ სამყაროში. იხსენე, როგორ დავიწყეთ ეს მოგზაურობა. შენ კითხულობდი ან უსმენდი სიტყვებს. ფოტონები ან ხმის ტალღები იხვდებოდნენ შენს რეცეპტორებს. შენი ტვინი ამუშავებდა ინფორმაციას და ჩვენ შევკითხეთ, რა ნამდვილად ხდება ამ მომენტში. ახლა ასობით 1000 სიტყვის შემდეგ, მოგზაურობის შემდეგ, კვანტური მექანიკის, კოსმოლოგიის, ბიოლოგიის, ფილოსოფიის მიერ ჩვენ უბრუნდებით იმავე მომენტს. შენ კითხულობ ან უსმენ ამ სიტყვებს, მაგრამ ახლა შეიძლება შენ ხედავ ამ მომენტს განსხვავებულად. შეიძლება ახლა, როდესაც ხედავ შენს ხელს, 1000 დიღამ ღახნარეთ ხნიშან, მათში პროცესი ეხსადებს სების რთხნილის ვით მაშინს მბოцкст, პარა ნაწილაკანაჰას მატოორო მარამ ტევთობა. ვაცნობ მევთასამ ჟოდა შიით ურთიერთქმედებენ ერთმანეთთან და გარემოსთან. შეიძლება ახლა, როდესაც უყურებ ცას, ხედავ არა სტატიკურ დეკორაციას, არამედ დინამიურ, გაფართოებულ, ევოლუციონირებულ სამყაროს,
სადაც თითოეული ფოტონი, რომელიც ეხება შენს თვალს, არის მოგზაური ბილიონობით წლის მოგზაურობის შემდეგ. შეიძლება ეხლა, როდესაც ფიქრობ, გძნობ, გადაწყვეტ, ცნობიერი ხარ, რომ ეს პროცესები არ არის აბსტრაქტული, არამედ არნუშუალოდ ფიზიკურად დაკავშირებული სამყაროს ყველაზე ფუნდამენტური ფენებთან, კვანტურ ველებთან, დაქსაქსულ მდგომარეობებთან, ალბათობის ღრუბლებთან. შენ არ ხარ მარტო. შენ არასოდეს ყოფილ ხარ მარტო. შენი ყოველი ატომი იყო ოდესღაც ვარსკვლავის ნაწილი. შენი ყოველი აზრი არის ნაწილი სამყაროს უწყვეტი 4 მილიარდი წლის ევოლუციის, მატერიიდან ცხოვრებამდე, ცხოვრებიდან გონებამდე, გონებიდან თვითშეცნობამდე. მაგრამ აქ არის საბოლოო, გადამწყვეტი ჭეშმარიტება და ის არის ჭეშმარიტება, რომელსაც მეცნიერება ვერასოდეს გაუპასუხებს სრულად. რატომ არის რამე მაგის ნაცვლად, რომ არაფერი იყოს? რატომ არსებობს სამყარო? რატომ არსებობს კანონები ფიზიკის? რატომ ეს კონკრეტული კანონები და არა სხვები? რატომ მუდმივები ბუნებისა აქვთ იმ კონკრეტულ ნიშნულობებს, რომლებიც აქვთ? ნიშნულობები, რომლებიც სწორედ ისეთია, რომ ნებას მოსცემენ ვარსკვლავებს, პლანეტებს, ცხოვრებას, ცნობიერებას, არსებობობას. და ყველაზე ღრმა კითხვა. რატომ არსებობს შენი კონკრეტული, სუბიექტური გამოცდილება? რატომ არის რაღაც როგორც ყოფნა შენი? მეცნიერებას შეუძლია აღწეროს რა ხდება, როგორ ხდება, მაშინაც კი რატომ ხდება გარკვეული მოვლენები. მაგრამ მეცნიერება ვერ უპასუხებს უფრო ღრმა რატომ. არა იმიტომ, რომ მეცნიერება სუსტია, არამედ იმიტომ, რომ ეს კითხვები შეიძლება გასცდეს მეცნიერების დომენს. ისინი შეიძლება იყოს ფილოსოფიური ან თუნდაც რელიგიური კითხვები. ან შესაძლოა, ისინი არიან კითხვები, რომლებსაც არ გააჩნია პასუხი. არა იმიტომ, რომ ჩვენ ვერ ვიპოვეთ პასუხი, არამედ იმიტომ, რომ პასუხი არ არსებობს. შესაძლოა სამყარო უბრალოდ არის. შესაძლოა არსებობა თავისთავად არის ფუნდამენტური ფაქტი, რომელიც არ საჭიროებს ახსნას. დადექი ეხლა სადაც არ უნდა იყო შენ. თუ ღამეა, გახედე ცას. დაინახე ვარსკვლავები. ისინი არიან მილიონობით და მილიარდობით სინათლის წლის მოშორებით, მაგრამ მათი სინათლე აღწევს შენს თვალს, აკავშირებს შენ მათთან ურთიერთქმედების აქტით. თითოეული ფოტონი, რომელიც ეხება შენს რეტინას, არის შეტყობინება წარსულიდან, მოცმობა ვარსკვლავის, რომელიც შეიძლება აღარ არსებობს. თუ დღეა, გახედე ხელს. ამ ხელში არის დაახლოებით 10 ოქტილიონი ატომი, 8 მის შემდეგ 27 ნულით. თითოეული ამ ატომის ბირთვი ჩამოყალიბდა ან დიდი აფეთქების დროს, წყალბადი და ჰელიუმი, ან ვარსკვლავის ცენტრში, ნახშირბადი, ჟანგბადი, აზოტი, ან სუპერნოვის აფეთქებაში, რკინა, კალციუმი, ყველა სხვა. შენი სხეული ლიტერალურად გაკეთებულია ვარსკვლავების მტვრისგან. ჩაიღრმავე შენს გონებაში. შენი აზრები, შენი მეხსიერებები, შენი იმედები, შენი შიშები, ყველა ეს არის ნიმუშები ელექტრული აქტივობისა, ქიმიური კონცენტრაციების, სინაპტური ძალების. მაგრამ ისინი ასევე არიან რაღაც მეტი. ისინი არიან შენი სუბიექტური გამოცდილება, შენი შინაგანი სამყარო, შენი ცნობიერება. და აქ, ამ მომენტში, შენ არ ჰკვანძი უზარმაზარ ქსელში ურთიერთქმედებების, რომელიც ვრცელდება ატომიდან კოსმოსამდე. შენ არ მხოლოდ დამკვირვებელი ამ ქსელის, შენ არ მონაწილე. შენი ყოველი აღქმის აქტი, შენი ყოველი აზრი, შენი ყოველი გადაწყვეტილება არის ნაწილი პროცესის, რომლითაც სამყარო ხდება, ვითარდება, იცნობს საკუთარ თავს. შესაძლოა ეს არის, რაც ყველაზე ახლოს არის პასუხთან ამ კითხვებზე. სამყარო არ არის მკვდარი მექანიკური მანქანა. სამყარო არის ცოცხალი, თვითორგანიზებული, თვითშემცნებელი პროცესი. და შენი ცნობიერება, შენი გამოცდილება, შენი არსებობა, არა შემთხვევითი უბედური შემთხვევა, არა შემთხვევითი ცოცინება მონეტის აფრენა. შენ არსებითი ნაწილი ამ პროცესის. სამყარო მოითხოვს დამკვირვებლებს, რადგან დაკვირვება არის ის, რაც აქცევს ალბათობას რეალობად. სამყარო მოითხოვს ცნობიერებას, რადგან ცნობიერება არის ის, რაც აძლევს მნიშვნელობას არსებობას. სამყარო მოითხოვს შენ, რადგან შენ არხ გზა, რომლითაც სამყარო კითხულობს ან წინადადებებს, ფიქრობს ამ აზრებზე, გრძნობს ამ გაოცებას ან სკეპტიციზმს. და თუ კვანტური ფიზიკა მართალია და ის არის დამტკიცებული 14 ათობითი ციფრის სიზუსტით 1000-ობით ექსპერიმენტში, მაშინ რეალობა ფუნდამენტურად არ არის ის, რაც ჩვენ ვფიქრობდით. რეალობა არ არის კოლექცია დამოუკიდებელი ობიექტებისა. რეალობა არის ქსელი ურთიერთქმედებების. რეალობა არის პროცესი. რეალობა მოითხოვს თანამონაწილეობას. შენ არა გარეთთან დამკვირვებელი ამ რეალობის. შენ თანამონაწილე მის შექმნაში. მაგრამ აქ არის საბოლოო ყველაზე მნიშვნელოვანი ჭეშმარიტება. და ეს არის ის, რაც უნდა გამოგვეს, როდესაც ამ სიტყვებს დაამთავრებ. ჩვენ არ ვიცით. ჩვენ მართლაც არ ვიცით რა არის რეალობა თავის ყველაზე ღრმა დონეზე. ჩვენ არ ვიცით რა არის ცნობიერება,
ჩვენ არ ვიცით, რატომ არსებობს სამყარო. ჩვენ არ ვიცით, რა არის დრო, რა არის სივრცე, რა არის მატერია ფუნდამენტურ დონეზე. ის, რაც მართლაც გვაქვს, არის კითხვები. შვენიერი, ღრმა, დახვეწილი კითხვები. კითხვები, რომლებიც აძლევენ მნიშვნელობას ჩვენს არსებობას როგორც არსებობას, როგორც საცნობარო არსებები. და შესაძლოა სწორედ ეს არის მნიშვნელობა. არა პასუხები, არამედ კითხვები. არა ცოდნა, არამედ უცოდინრობა. გულწრფელი, ღია უცოდინრობა, რომელიც აფასებს დინრობა, რომელიც აფასებს საიდუმლოს. შემდგარ ხარ კოსმოსის კიდეზე, ამ პატარა ქვის ბურთზე, რომელიც ბრუნავს ერთი ჩვეულებრივი ვარსკვლავის გარშემო ერთ ჩვეულებრივ გალაქტიკაში, 2 ტრილიონი გალაქტიკის შორის. შენ ცოცხალი ხარ მხოლოდ რამდენიმე ათწლეულის განმავლობაში სამყაროში, რომელსაც აქვს 11 მილიარდი წლის ასაკი. შენ ცნობიერი ხარ, შენ კითხულობ, ფიქრობ, გაოცებული ან სკეპტიკური ხარ. და ეს კონკრეტული მომენტი თავისი ყველა უცოდინრობით, ყველა საიდუმლოით, ყველა საიდუმლოებით, ყველა შესაძლებლობით, ეს არის ყველაფერი, რაც მართლაც გვაქვს. შესაძლოა კითხვები იმდენად მნიშვნელოვანია, როგორც პასუხები. შესაძლოა იდუმალი იმდენად ღირებულია, დენად ღირებულია, როგორც ახსნა. შესაძლოა უცოდინრობა არ არის უცოდინრობა არ არის სისუსტე, არამედ დასაწყისი სიბრძნისა. დგა ხარ ამ მომენტში, კითხულობ ეს სიტყვებს. ფოტონები ურთიერთქმედებენ შენს რეცეპტორებთან, ელექტრონები მოძრაობენ შენს ნეირონებში, პატერნები წარმოიქმნებიან, უნიშნელობა წარმოიქმნება, ცნობიერება ხდება. და სამყარო, დიდი, იდუმალი, დაუსაბამო, დაუსრულებელი სამყარო, უყურებს საკუთარ თავს შენი თვალების მეშვეობით და კითხულობს. რა ვარ მე? პასუხი, თუ პასუხი არსებობს, არ იქნება მოპოვებული მხოლოდ მეცნიერების, მხოლოდ ფილოსოფიის, მხოლოდ რელიგიის საშუალებით. პასუხი, თუ ის არსებობს, იქნება სინთეზი, ინტეგრაცია ყველა ჩვენი გზებისა, როგორც ვიცნობთ და ვიყავით სამყაროში. მაგრამ დღეს, ამ მომენტში, ჩვენ დგავართ საიდუმლოს წინაშე. და შესაძლოა სწორედ ეს დგომა საიდუმლოს წინაშე, ეს ღიაობა უცნობის მიმართ, ეს თავმდაბლობა არიცოდის წინაშე, არის ყველაზე პატიოსანი, ყველაზე ღრმა, ყველაზე ადამიანური პასუხი, რომელიც ჩვენ შეგვიძლია გავცეთ. სამყარო არის საიდუმლო. შენ არ ხნაწილი იმ საიდუმლოს და ეს საკმარისია.